მშვიდობისა, მოგესალმებით. დღეს 24 სექტემბერია, დილის 8 საათი და 30 წუთი და ეთერშია გადაცემა დილის ტალღა. სტუდიაში 2 საათის განმავლობაში მე დემე ზოიძე და ანა შამილაძე ვიქნებით თქვენთან ერთად. დილა მშვიდობისა. დილა მშვიდობისა, მოგესალმებით. წინ საინტერესო ეთერი გელოდებათ, ასე რომ დარჩით ჩვენთან ერთად მომდევნო 2 საათის განმავლობაში. ნახოთ ახლა ანონსი, თუ რას იხილავს ჩვენი მაყურებლები დღევანდელ დილის ტალღაში. დღეს 24 სექტემბერს დილის ტალღის ეთერიდან გაიგებთ რა ხდება ფინანსურ სამყაროში. გაგაცნობთ აქციების, ფასებსა და კრიპტოვალუტების გაცვლით კურსს. ჯიჯისთან ერთად გავიგებთ გასული დღეების სპორტულ სიახლეებს. გაგიზიარებთ ცივი ყავის რეცეპტს შესქელებული რძით რუბრიკაში შენი კერძი. თუ ვინმე მოელის რომ მე აქ დიდი ზომის ბომბერებს გავაკეთებ გუჩის მონოგრამებით, ეს იმას ნიშნავს, რომ დღემდე ვერაფერი გაიგეს ჩემზე. ვებსიახლეებში დემნა გვასალიას და გუჩის სახლის თანამშრომლობაზე ვისაუბრებთ. გადაცემის მეორე ნაწილში დაელოდეთ დილის ტალღის მეტეოროლოგ კობა ფარტენაძეს და გაიგეთ 24 სექტემბრის ამინდის უტყუარი პროგნოზი. როგორ მოქმედებს თვითდარწმუნების თეორია ჩვენს ყოველდღიურობაზე და მომავალზე, თიკო მიხელაძის რეპორტაჟიდან გაიგებთ. როგორ გავაძლიეროთ საკუთარი თავის რწმენა და როგორ ვაქციოთ მიზნები რეალობად. სტუდიაში კოუჩთან ერთად დავბრუნდებით და გაგიზიარებთ პრაქტიკულ რჩევებს თქვენი შესაძლებლობების შესახებ. არ გამოგრჩეთ დილის რადიო ტალღებითა და საინტერესო სტუმრებით, სადაც მუზეუმების საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ ვისაუბრებთ. რუბრიკაში სკივრი ფოტოგრაფ და ოპერატორ რევას ცკვიტინიძის სკივრში ჩავიხედავთ. იქ სადაც არაერთი კადრი და კადრს მიღმა დარჩენილი ისტორიაა შემონახული. გადაცემის მესამე ნაწილში გზა გამარჯვებამდე როგორ დაამარცხა სიმსივნე და როგორ დაუბრუნდა სცენას მომღერალი თათია კობალაძე. სულ მალე ჩვენი ეთერიდან გაიგებთ. გადაცემას კი თათიას შესანიშნავი კომპოზიციით Storms of Destiny დავასრულებთ. და სანამ ამ ყველაფერზე ვისაუბრებთ, აუცილებლად უნდა გავიგოთ თუ როგორი ამინდი გვაქვს დღეს საქართველოში და განსაკუთრებით ჩვენს ქალაქში. ნახოთ ამინდის პროგნოზი. დღეს ბათუმში მზიანი ამინდი გვაქვს და 27 გრადუსამდე მოიმატებს ჰაერის ტემპერატურა, ბუნებრივია დღე უნალექოც ჩაივლის. ქობულეთში 25 გრადუსი სითბოა ნავარაუდები, ქედაში 26, შუახევშიც 26 გრადუსამდე აიწევს ჰაერის ტემპერატურა, ხულოში 24, ხოლო გოდერძის უღელტეხილზე 21 გრადუსი სითბო იქნება დღეს მაქსიმალური ტემპერატურა. ოზურგეთში 28 გრადუსია დღეს ყველაზე მაღალი ტემპერატურა, ურეკში 27, ლანჩხუთშიც 27, ჩოხატაურშიც 27 და ბახმაროში 22 გრადუსამდე მოიმატებს ჰაერის ტემპერატურა. ხოცსა და ანაკლიაში 27 გრადუსი იქნება დღეს მაქსიმალური ტემპერატურა, სოხუმშიც 27 და ზუგდიდში 29 გრადუსი სითბო იქნება დღის ტემპერატურა. კოპიტნარსა და ქუთაისში 29 გრადუსია ნავარაუდები, საირმეში კი 26 გრადუსი სითბო იქნება დღის მაქსიმალური ტემპერატურა. მესტია 24, ბორჯომში 25 გრადუსია ნავარაუდები, ბაკურიანში 21, ხოლო აბასთუმანში 23 გრადუსამდე მოიმატებს ჰაერის ტემპერატურა. ახალციხეში 27 გრადუსამდე გათბება ჰაერი, გორში 20 გრადუსია ნავარაუდები, ცხინვალში 24, ხოლო თელავში 22 გრადუსი სითბო იქნება დღის მაქსიმალური ტემპერატურა. და ნახოთ დედაქალაქიც თბილისში დღეს 24 გრადუსი სითბო იქნება დღის მაქსიმალური ტემპერატურა და როგორც გრაფიკულ ნამუშევარზე ვიხილეთ, დღეს საქართველოში დღე უნალექოდ ჩაივლის და უფრო დაწვრილებით და დეტალურად ამინდის პროგნოზზე ტრადიციულად ჩვენი კოლეგა კობა ფარტენაძე ოდნავ მოგვიანებით ისაუბრებს. კი, სანამ კობა შემოგვერთდება ეთერში, უნდა გაგაცნოთ ვალუტის ოფიციალური კურსი თუ როგორია 24 სექტემბრის. დავიწყოთ დილა ახალი ციფრებით. 24 სექტემბრის ვალუტის ოფიციალური კურსი ასეთია. დაიკლო დოლარის ფასმა. 1 ამერიკული დოლარი 2 ლარი და 72 თეთრი ლირს. 1 ევროს დღევანდელი მონაცემებით 3 ლარი და 20 თეთრად შეიძენთ. ბრიტანული გირვანქა სტერლინგი 3 ლარი და 67 თეთრი ეღირება, ხოლო თურქული ლირა 6 თეთრი.
რაც შეეხება კრიპტოვალუტას, ბიტკოინის ფასმა ისევ დაიკლო, ერთი ბიტკოინის ღირებულება 307,453 ლარია. ერთ ეთერიუმს დღევანდელი მონაცემებით 11407 ლარად შეიძენთ. ერთი BNB-ს ფასი კი დღეს 2722 ლარია. ახლა კი დროა ინვესტიციებზე ვისაუბრო. გლობალურად პოპულარული დღესდღეობით არის Apple-ის, AMD-ის, Google-ის, Meta-s და Amazon-ის აქციები. Apple-ის აქციების ფასმა 3.96%-ით მოიმატა და 694 ლარი ღირს. AMD-ის ფასი 436 ლარს შეადგენს. Google-ის ფასი 688 ლარია. Meta-s ფასი შემცირდა, აქვე გეტყვით 1.20%-ით და დღეს ის 2091 ლარი ეღირება. დაიკლო Amazon-ის აქციების ფასმა 1.35%-ით და მისი ფასი დღეს 621 ლარია. ახლა კი საწოვის ფასზე გადავიდეთ და გადავხედოთ თუ როგორია 24 სექტემბრის საწოვის ფასი. დღეს სუპერი 3 ლარი და 56 თეთრი ეღირება, პრემიუმით 3 ლარი და 17 თეთრი, რეგულარის ფასი დღეს არის 2 ლარი და 96 თეთრი, დიზელი 3 ლარი და 8 თეთრი ეღირება, ხოლო ევრო დიზელი კი 3 ლარი და 3 თეთრი. სწორედ რომ ასეთი იყო დღევანდელი ვალუტის ოფიციალური კურსი. შევიხედეთ თუ რა ხდებოდა ვალუტაში და ციფრებში. ახლა კი უნდა შევიხედოთ სოციალურ ქსელში, ინტერნეტ სივრცეში. უნდა შევიხედოთ ჩვენი კოლეგა ანა შამელაძე ყოველდღიურად გვიმზადებს სიახლეებს თუ რა ხდება ინტერნეტ სამყაროში და რა ამბებს მოიცავს. ანა, მოკლედ ჩვენს ეთერში ახლა ვებ სიახლეების დროა. კი, ვებ სიახლეების დროა ნამდვილად. რაზეც ისაუბრეთ. რამდენიმე წამში დაგიბრუნდებით. მილანში ქართველი დიზაინერის დემნა გვასალიას გუჩის სადებიუტო ჩვენებამდე ერთი დღით ადრე იტალიურმა მოდის სახლმა დემნას პირველი კოლექციის La Famiglia ლუკი გაავრცელა. დემნას გუჩის კოლექცია გაყიდვაში 25 სექტემბერს გაეშვება და ექსკლუზიურად მხოლოდ 10 მაღაზიაში იქნება წარმოდგენილი. კოლექცია სახელწოდებით La Famiglia სულ 38 ლუკს მოიცავს და დასავლური გამოცემების მიერ გუჩის ახალი ეპოქის დასაწყისად უკვე შეფასდა. კოლექცია გუჩის იდენტობის ძირითადი თემების რეინტერპრეტაცია, რომელიც ფოტოგრაფ კეტრინ ოპის მიერ გადაღებული ოჯახური პორტრეტების სერიაშია თავმოყრილი. როგორც გამოცემები აღნიშნავენ, კოლექცია მრავალფეროვანი პერსონაჟების გაერთიანება, დაწყებული ფართი ბოისა და ნარცისისტათვის დამახასიათებელი თამამის სტილით დასრულებული შედარებით ტრადიციული ესთეტიკის დირექტორეთა, ანუ მკაცრი შავი პიჯაკით. La Famiglia-ს ფოტოები მოულოდნელ გავრცელებამდე რამდენიმე საათით ადრე გუჩიმ Instagram-ის ოფიციალურ გვერდზე კონტენტი სრულიად წაშალა, მოგვიანებით კი დემნას სადებიუტო კოლექციის ლუკბუქი გამოაქვეყნა. ცნობისათვის მოდელებს შორის, რომლებიც ლუკბუქში გვხვდებიან, არიან ქართველი მატილდა გვარლიანი, სხვათა შორის ეს დემნასა და გვარლიანის პირველი კოლაბორაცია. დემნა გვასალიას სადებიუტო ჩვენება დღეს მილანის მოდის კვირეულის ფარგლებში შედგება, ასევე დაგეგმილია დემნას გუჩის პირველი სარეკლამო ფილმის პრეზენტაციაც, რომელშიც როგორც ცნობილი გახდა, დემი მური გამოჩნდება. დემნას სადებიუტო კოლექცია 12 ოქტომბრამდე ეტაპობრივად 10-ვე მაღაზიაში გამოჩნდება. ძალიან მიხარია, რომ გუჩის ოჯახს შევუერთდი. ჩემთვის დიდი პატივია წვლილი შეტანა სახლის წარმატებაში, რომელსაც ღრმად ვცემ პატივს და დიდი ხანია ვეთაყვანები, განაცხადა დემნამ. რატომ მოვიდოდი გუჩიში იმის გასამეორებლად, რაც უკვე გაკეთებული მაქვს. ზედაპირულია ჩემს მიმართ მსგავსი მოლოდინის ქონა, ვინც ასე ფიქრობს, მართლა ვერ ერკვევა ჩემს შემოქმედებით ბუნებაში. თუ ვინმე მოელის, რომ მე აქ დიდი ზომის ბომბერებს გავაკეთებ ჯიჯი მონოგრამით, ეს იმას ნიშნავს, რომ დღემდე ვერაფერი გაიგეს ჩემზე, განუცხადა Women's Wear Daily-ს დემნა გვასალიამ. შეგახსენებთ, რომ ბალენსიაგასთან თითქმის 10 წლიანი თანამშრომლობის შემდეგ დემნა მიმდინარე წლის მარტში გუჩის შემოქმედებით დირექტორად დაინიშნა. 2015 წლიდან გვასალია ბალენსიაგას შემოქმედებითი ხელმძღვანელის პოსტს იკავებს. ასე რომ დღეს დიდი დღეა გუჩისთვის და ასევე დემნა გვასალიასათვისაც. გადავიდეთ შემდეგ ასევე ძალიან საინტერესო თემაზე. მეტას აღმასრულებელმა დირექტორმა მარკ ცუკერბერგმა ოთხშაბათს კომპანიის უახლესი ხელოვნური ინტელექტით გაძლიერებული მოწყობილობა ჭკვიანი სათვალეები წარადგინა, რომელთა შიგნითაც მცირე ეკრანი მდებარეობს.
Meta Ray-Ban Display სათვალეები კომპანიის ახალ ნაბიჯს წარმოადგენს მომავლისკენ, სადაც ადამიანები ტელეფონის ეკრანს ნაკლებად შეხედავენ. ამის ნაცვლად შესაძლებელი იქნება Meta-ს ხელოვნურ ინტელექტთან ურთიერთობა, ასევე შეტყობინებების, ფოტოების და მთელი ციფრული ცხოვრების მართვა. ისეთი სათვალეებით, რომლებიც გარეგნულად ჩვეულებრივ სამედიცინო ან მზის სათვალეებს ჰგავს. სათვალეები იდეალური ფორმაა პირადი სუპერინტელექტისთვის, რადგან საშუალებას გვაძლევენ ერთდროულად ვიყოთ რეალობაში და მივიღოთ AI ყველა შესაძლებლობა უკეთეს კომუნიკაციაში, მეხსიერების გაუმჯობესებაში, შეგრძნების გამძაფრებაში, განაცხადა Zuckerberg-მა. Zuckerberg-მა ახალი პროდუქტები Meta-ს ყოველწლიურ Connect ღონისძიებისთვის მთავარი მოხსენებისას წარადგინა, რომელიც მენლო პარკის კალიფორნიაში სათავო ოფისში გაიმართა. უკვე 10 წელზე მეტია სათვალეებზე მუშაობ და ეს ერთ-ერთი განსაკუთრებული მომენტია, როცა შეგვიძლია გაჩვენოთ რაღაც ისეთი, რაშიც ჩვენი ცხოვრების დიდი ნაწილი ჩავდეთ, აღნიშნა Zuckerberg-მა. ეს სრულიად განსხვავდება ყველაფრისგან, რაც აქამდე მინახავს. Meta დიდი ხანია აღწერდა თავის Ray-Ban სათვალეებს, როგორც მოწყობილობას, რომელიც ხედავს, რასაც შენ ხედავ და ისმენს, რასაც შენ ისმენ. ახალი Meta Ray-Ban Display მოდელი ამ გამოცდილებას ვიზუალურ უკავშირს ამატებს. სათვალე ამერიკის შეერთებულ შტატებში 30 სექტემბრიდან $799 გაიყიდება. დემეს მოეწონება ეს სათვალეები დარწმუნებული ვარ. კი, ტექნოლოგიებს არ ჩამორჩები, მე ზოგადად მიყვარს ესეთი სიახლეები და საინტერესოა თუ ეცდება ეს სათვალე და თუ ექნება ის ფუნქცია, რომ თუნდაც Instagram-ი, Facebook-ი, TikTok-ი ჩვეულებრივად ავსკროლოთ თვალის წამწამებით. შესაძლებელია, ეხლა შეიძლება გვეცინება, მაგრამ ეს ყოველივე შეიძლება რეალურად იქცეს. სავსებით რეალობაა. კი ბატონო. და გავაგრძელოთ კიდევ ერთი საინტერესო თემით. გასულ კვირას Tom Holland-მა მსუბუქი ტვინის შერყევა მიიღო მომავალი სუპერგმირული ფილმის Spider-Man Brand New Day-ის გადაღებებზე. ვარსკვლავის სიფრთხილის მიზნით რამდენიმე დღით შეაჩერებს მუშაობას და მალევე დაბრუნდება გადასაღებ მოედანზე. ფილმის პროდიუსერები Sony და Marvel Studios ორ შაბათს შეხვდებიან, რათა შემდგომი სამოქმედო გეგმა გადაწყვიტონ. შემთხვევის დროს სხვა არავინ დაშავებულა. Spider-Man Brand New Day-ის გადაღებები გლაზგოში აგვისტოდან მიმდინარეობს. გასულ თვეში Sony-მ Holland-ის მონაწილეობით ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ის Spider-Man-ის ახალ კოსტიუმში ჩანს. 2021 წლის Spider-Man No Way Home-ის შემდეგ ეს პირველი შემთხვევაა, როცა მსახიობმა კვლავ მოერგო ცნობილი კოსტიუმი. ეს პირველი დღეა, ჩემი მეოთხე პირველი დღე Spider-Man-ზე საცილოა. კოსტიუმს როცა ვიცვამ, ამჯერად რაღაც სხვანაირად გრძნობ თავს. ასევე ესაა პირველი შემთხვევა, როცა გადასაღებ მოედანზე პირველივე დღეს ფანები მყავს და ძალიან მიხარია ეს ყველაფერი მათთან ერთად გავიზიარო, ამბობს Holland-ი ვიდეოში. სეტზე რამდენიმე ნაცნობი სახეც ყავს, ვეცდები ყველაფერი საუკეთესოდ გავაკეთო. გუნდის ნაცნობ სახეებს შორის არიან Spider-Man-ის ვარსკვლავები Zendaya და Jacob Bataloni, ასევე Marvel-ის კინოსამყაროს წევრები The Bear, ის მსახიობი Liza Colon-Zayas-ი, Severance-ის ემის ჯილდოს მფლობელი Tramel Tillman და Stranger Things-ის ვარსკვლავი Sadie Sink-ი. ფილმში ასევე დაბრუნდებიან Mark Ruffalo, Bruce Banner-ის Hulk-ის როლში, John Bertal-ი დამსჯელი როლში და Michael Mando, რომელმაც Spider-Man Homecoming-ში სკორპიონის პერსონაჟი ითამაშა. ფილმის პრემიერა კინოთეატრებში 2026 წლის 31 ივლისს არის დაგეგმილი, ასე რომ Spider-Man-ის მოყვარულებს ახალი Spider-Man-ი ელოდებათ, აგვისტოში იქნება პრემიერა. ასეთი იყო დღევანდელი ვებსიახლეები. მადლობა ანა საინტერესო ვებსიახლეებისთვის, განსაკუთრებულად მომეწონა ბოლო სიახლეით Spider-Man-ის მოყვარული ხარ მე და დაველოდები სიახლეებს მოკლედ. ეხლა კი უნდა გავაგრძელოთ გადაცემა და როგორც მოქნილია Spider-Man-ი, ასეთივე მოქნილია ჩვენი კოლეგა გიგა ჯიჯავაძე, სპორტული. ნამდვილად მოქნილია ჩვენი კოლეგა გიგა ჯიჯავაძე. ეთერში Spider-Man-ი გიგა ჯიჯავაძე შემოგვიერთდება. ჯიჯი, დილამშვიდობისა. დილამშვიდობისა, ანა დემე კარგ და სასიამოვნო დღეს გისურვებთ. მე კი დილის დაღაში სპორტული რუბრიკით შემოგიერთით. რამდენიმე წამში დილის დაღაში სპორტის დროა. გისმენთ. დილამშვიდობის კიდევ ერთხელ მოგესალმებით, ვიწყებთ სპორტზე საუბარს და დღევანდელი სრული რუბრიკა კონტაქტურ კარატეს დაეთმობა, მოკლედ 26-27
სექტემბრის ჩათვლით უნგრეთში ქალაქ დებრეცენში გაიმართება ევროპის ჩემპიონატი კონტაქტურ კარატეში, სადაც საქართველოს უამრავი წარმომადგენელი მიიღებს მონაწილეობას. მოკლედ ამ თემაზე სასაუბროთ ჩვენი სტუმარია აჭარის კონტაქტური და სპორტული კარატეს ფედერაციის პრეზიდენტი და საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მსმენელი კონტაქტურ კარატეში ლევან ცინცაძე. დილამშვიდობისა ლევან, დიდი მადლობა რომ დილიდან ჩვენთან ერთად ხარ. ვიცი რომ დღეს მიდიხარ და მოიცადე ჩვენთვის ამისთვის განსაკუთრებული მადლობა. მოკლედ გითხარი უთხარი უკვე მაყურებელს 26-27 დებრეცენში დიდი ამბები ხდება კარატეში. როგორ ემზადება ჩვენი გუნდი? ბევრი სპორტსმენი მიდის და მოკლედ ყველა დეტალი გვაინტერესებს. მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის. ყოველ თქვენთან სტუმრობის დროს ჩვენ ძალიან კარგი შედეგებით ბრუნდებით და იმედია რომ ეს ტრადიცია არ დაირღვევა. რაც შეეხება ევროპის ჩემპიონატს, კი ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ითქმება სოფლიო ჩემპიონატის შემდეგ არის ევროპის ჩემპიონატი. გუნდი საკმაოდ ძლიერ მომზადებას გადიოდა, ბოლო ორკვირიანი შეკრება დასკვნითი ბათუმში გაიარეს და დღეს ერთად გამგზავრებით უკვე ევროპის ჩემპიონატზე. რაც შეეხება შემადგენლობა არის ძალიან კარგი. მოგეხსენებათ რომ ვართ წინა წლის ევროპის ჩემპიონები, როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურში გავიმარჯვეთ და პირველ ადგილზე გავედით. შესაბამისად, ვფიქრობ ძალიან გაგვიჭირდება შედეგის გამეორება, რადგან ჩვენ 5 კაცების წონით კატეგორიიდან 4 გავიმარჯვეთ წინა წელს, ეს პირველი ისტორიული შედეგი იყო. არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ ზოგადად ევროპაში არასდროს არ მოხდარა, რომ ერთი და იგივე ქვეყანას ესეთ ევროპის ჩემპიონატზე, თუმცა არ ვიცი გაგვიმართლა თუ როგორ მოხდა, რაც მოხდა, ესე მოხდა და ძალიან რთულია ამის გამეორება. კი ბატონო. 23 ადამიანი მიდის, 23 სპორტსმენი მიდის ევროპის ჩემპიონატზე. ჩვენი რეგიონიდან რამდენია და ზოგადად საქართველოსთან 23-ია, ვინ არის ფავორიტები, ამათ ვართ. ამ ტურნირში შენ თქვი, რომ ძალიან გაგვიჭირდება ევროპის ჩემპიონატის ტიტულის დაცვა, მაგრამ რამდენად არის შანსი იმის, რომ გავიმეოროთ შედეგი? დიახ, 23 სპორტსმენი ღებულობს მონაწილეობას, აქედან 11 აჭარის ფედერაციიდან არის და დანარჩენი საქართველოსთან დანარჩენი. შემადგენლობას რაც შეეხება 10 სპორტსმენი ღებულობს 11 სპორტსმენი ღებულობს მონაწილეობას უფროს ასაკში, 9 ბიჭი და 2 გოგო და 13 სპორტსმენი ღებულობს მონაწილეობას 12 სპორტსმენი ახალგაზრდებში. დაკომპლექტებულია ძალიან ძლიერი შემადგენლობით და ფაქტიურად ყველა ის ევროპის ჩემპიონი, ვინც წინა წელს ევროპის ჩემპიონობა მოიპოვა, ყველა მონაწილეობს ამ ღონისძიებაში. რა თქმა უნდა, შედეგებს ველოდებით, თუმცა ვიტყვი, რომ ძალიან რთულია, როდესაც 30 ევროპული ქვეყანა ღებულობს მონაწილეობას, ყველას თავისი ქვეყნის პირველი და მეორე ნომრები, როგორც ჩვენ, ორ-ორი კაცი გვყავს დაკომპლექტებული, ზუსტად ისევეა, მხოლოდ მასპინძელ ქვეყანას შეუძლია 3 სპორტსმენი ყავდეს, მხოლოდ უნგრელებს, დანარჩენი ყველა თავისი ქვეყნის პირველი და მეორე ნომერს წარადგენს და შესაბამისად ძალიან რთული იქნება ამ კონკურენციაში გამარჯვება. თუმცა მიუხედავად ამისა, ვიტყოდი იმას, რომ რადგან წინა წელს ჩვენ ეს შევძელით, ესე იგი წელსაც შეგვიძლია, ჩვენ წინა წლის შემდეგ არ მოვდუნებულ ვართ, ფაქტიურად იმის შემდეგ იყო იაპონიებში გასვლა, ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში გასვლა, შეკრებები ყაზახეთში და ესპანეთში და ასე შემდეგ. ვფიქრობ ძალიან კარგ კონდიციაში ვართ მისული და უბრალოდ აი ბოლო გადამწყვეტი მომენტია დარჩენილი უკვე ტატამზე რომ გავიმარჯვოთ ის ყველაფერი რაც გავაკეთეთ მთელი წლის განმავლობაში. უბრალოდ რაც ჩვენია უნდა ავიღოთ, ვფიქრობ ესაა დარჩენილი. კონკურენტებს ალბათ შესაბამისად აკვირდები შეთქვი, რომ პირველი მეორე ნომრები იქნება სხვა ქვეყნის, მაგრამ არის ისეთი ქვეყანა, რომელიც უშუალოდ საქართველოს კონკურენტია, იმიტომ რომ წინა ევროპის ჩემპიონატზე გუნდური პირველი ადგილი ჩემპიონები, რამდენად არის სხვა ქვეყნებში კონკურენცია გაზრდილი ამ კუთხით. მე ვიტყოდი რომ ეს ბოლო წელი რაც იყო, პირველად ისტორიაში მოხდა, რომ ჩვენ ესეთი შედეგი დავდევით, აქამდე ესეთი არ იყო და შესაბამისად არიან ევროპული ქვეყნები, რომლებიც არიან ძალიან ძლიერი გუნდი, მაგალითად აქამდე მთელი ეს პერიოდი და მთელი ეს წლები ვინც იმარჯვებდნენ, მაგალითად ლიტველები, უნგრელები, ბულგარელები, ძალიან სერიოზული გუნდები ყავთ მათ, თუმცა ეს ბოლო წლებია უკვე შევძელით და ჩვენ ბოლო წლები უკვე 1 და 2, 3 საპრიზო ადგილებზე და ფინალისტი და ჩემპიონები უკვე ბოლო წლებში სულ ყავდა, თუმცა ესეთი მასიურად, ესეთი არასდროს არ ყოფილა და წინა წელი იყო, შეიძლება ითქვას, ყველასთვის შოკის მომგვრელი, რადგან ნამდვილად ეს მოგეხსენებათ, რომ ეს არ არის ერთი კონკრეტულად რომელიღაცა ფედერაციის მიმართულებით, ეს არის full კონტაქტი, მთელი ევროპის კონტაქტური კარატე არის აქ გაერთიანებული და ის რომელიც არის სახელმწიფოს მიერ აღიარებული. შესაბამისად, აქ ძალიან რთულია უბრალოდ მოხვედრაც კი, რადგან აი ახლა რაც ფედერაციები არსებობს, თუნდაც საქართველოში
ტარდება ერთი ეროვნული ჩემპიონატი, ყველა ერთად გაერთიანებულად მონაწილეობას იღებს. მნიშვნელობა არ აქვს ერთმანეთის სხვადასხვა ორგანიზაცია თუ ისა, ვინც იმარჯვებს და მხოლოდ ისინი ხდებულობენ მონაწილეობას. შესაბამისად, ეს ხდება ყველა ევროპულ ქვეყანაში. აქედან გამომდინარე უკვე არის ძალიან რთული აქ მოხვედრა. გეტყოდით, რომ ამ ღონისძიებაზე შეიძლება ზოგი ევროპის ჩემპიონიც იყოს სხვა ორგანიზაციის და აქ უბრალოდ ვერც კი მოხდეს. გასაგებია. საინტერესოა გოგონებიც მონაწილეობენ და მათი შანსების შესახებაც რო ვისაუბროთ, რამდენად განვითარდა კონტაქტური კარატე გოგონებში, იმიტომ რომ ბიჭებს აქვს წარმატება საკმაოდ ბევრი, და თამის ხალხზე შეგვიძლია ბევრი შეგვიძლია ვახსენოთ ახლა შენი მოსწავლეებიც, გოგონებში ამ კუთხით რა ვითარება? გოგონებს რაც შეეხება ჩვენ წინა წლის უფრო სასაკის გოგონებში ქართული ფინალი შედგა 54 კილომეტროვან კატეგორიაში. თეონა გაზდელიანმა და მარიამ ციკლაურმა ერთმანეთს დაუპირისპირდა და ქართული ფინალი პირველად ისტორიაში შედგა გოგონების. ამანაც ძალიან დიდი როლი ითამაშა იმაში, რომ უკვე ქართული სკოლა გოგოების მხრიდაც ძალიან კარგად გამოჩნდა. ასევე გვყავს უკვე ახალგაზრდებში ევროპის წინა წლის პრიზიორი ერთი და ამასთან ერთად უკვე თაობაც მოდის მოგეხსენებათ, როდესაც წინამორბედი თაობა არის დაკომპლექტებული ძლიერი სპორტსმენებით, შესაბამისად ახალი თაობაც ამის ფონზე ისინი უკვე უფრო დამაჯერებლები არიან და მათთვის უფრო რეალობა ამ ყველაფრის აღქმა, რომ ისინი მომავალი ჩემპიონები არიან. ზუსტად აი ამ ვითარებაში ვართ ახლა საქართველოს ყველა კუთხეში, სადაც კი ჩვენ დარბაზები არის და ვარჯიშობენ, ყველგან უკვე გამოჩნდა, გამოიკვეთა ძალიან ბევრი გოგონა და ვფიქრობ, რომ ძალიან მალე საქართველოს უკვე აი ბიჭებში როგორც არის, ისეთივე უკვე გოგონების შემადგენლობა დაჭირდება. ცოტა მეტი დროა უბრალოდ ამისთვის საჭირო. აი იმ შედეგებმა, რომელიც მივიღეთ ბოლო წლების განმავლობაში, მოქმედი ევროპის ჩემპიონატი გუნდურში, გაზარდა თუ არა ნაკადი მომსვლელთა, ვისაც უნდა ამ სპორტით გააგრძელოს თავის ცხოვრება. დიახ, რაოდენობა ძალიან გაიზარდა, იქიდან გამომდინარე, რომ სპორტის სახეობა უკვე უფრო მეტად პოპულარული ხდება, გარდა იმისა, რომ საბრძოლო ხელოვნებაა ისეთი, რომელიც ხელოვნება უფრო ვიდრე სპორტი, თუმცა სპორტული კუთხითაც უკვე არის რაღაცა დაძრული იქეთკენ საქმე, რომ შესაძლებელია ძალიან მალე უკვე სპორტულ კორტში ვიხილოთ და ევროპის თამაშებში მონაწილეობა მიიღოს და შესაბამისად ამ ინტერესმა უფრო გაზარდა. პლუს ამას დაემატა ის, რომ ჩვენი სპორტსმენები უკვე ესეთი წარმატებული სპორტსმენები არიან მსოფლიოში და ევროპაშია თუ მსოფლიო ჩემპიონატ ნებისმიერ ტურნირზე ისინი ერთ-ერთ ფავორიტებად ითვლებიან და შესაბამისად ამან უფრო გაზარდა ამის ესე რომ ვთქვათ სურვილი. ყველა ის სპორტსმენი, რომელიც მოქმედი სპორტსმენია, ჩვენი სპორტსმენები და რომლებიც დღეს წარადგებიან საქართველოს წარადგენენ ევროპაზე, ისინი ყველა უკვე დამწყები მწვრთნელები არიან, მათ უკვე ყველას თავიანთი დარბაზები აქვთ და მათი ეს მხოლოდ არ არის მათი ესე რომ ვთქვათ სპორტის სახეობა, ეს არის მათი უკვე საქმეც და მუშაობენ უკვე და შესაბამისად თითოეულ მათგანს 20-30 სპორტსმენი უკვე ყავთ, როდესაც 10-20 კაცს უკვე ჯგუფი აქვს, ეს უკვე ძალიან დიდი მასაა და რაოდენობაში შემდეგ უკვე კარგი სპორტსმენებიც უკვე გამოჩნდებიან აუცილებლად. ევროპის ჩემპიონატი ვახსენეთ, გამოვედით, მე დარწმუნებული ვარ, ძალიან მაგარი შედეგით, შემდეგ რა ხდება თუ არ ამე დაგეგმილი? დიახ, ჩვენ გავაკეთეთ ესეთი პროექტი, პირადად მე შევიმუშავე ესეთი პროექტი, გავაკეთე როგორც მაგალითად სათამაშო სახეობებში, გუნდურ სახეობებში არის აჭარის ჩემპიონატი, გავაკეთე კლუბ როგორც ტურების მიხედვით. ყოველ თვეში ჩავსვით თეთრ ტურნირი, დაახლოებით 10 ტურისგან შედგება და ყოველ თვეში გარდა იმ ზაფხულის თვეებისა იყო ტურები. შესაბამისად ჩვენ დარჩენილი გვაქვს 5 ტური. 5 რიცხვში იქნება შემდეგი ტური, მონაწილეობა სადაც 8 წლიდან 17 წლის ჩათვლით სპორტსმენები მიიღებენ მონაწილეობას. ჩვეულებრივი იგივე შეჯიბრია იდენტური, რაც აჭარის ჩემპიონატზე მონაწილეობას დაახლოებით 200-250-მდე სპორტსმენი მიიღებს, თუმცა ისინი ყოველ თვე ბრძოლობენ და მათ უწევს ყოველ თვე ძალიან დიდი გამოცდილების მიღება. 5-ში გვაქვს პირველი, ესე რომ ვთქვათ, აი ამ ზაფხულის შემდეგ პირველი შეჯიბრი, შემდეგ 12-ში გვაქვს ზუსტად იგივე შედეგი, შემდეგი ტური. ეს ყველაფერი ემსახურება მიზნად წინასწარ შემუშავებული გეგმაა, რადგან ბათუმი 24, 25, 26 ოქტომბერს მასპინძლობს ბათუმი Open, სადაც მონაწილეობას მიიღებს 12 ქვეყანა. ამ 12 ქვეყანაში შედის ისეთი ძლიერი ქვეყნები, რომელსაც მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონები ყავთ. შესაბამისად ძალიან დიდი კონკურენცია იქნება. პირველი დღე იქნება ჩამოსვლა, დაბინავება, რეგისტრაცია, სამედიცინო შემოწმება. შემდეგ უკვე 25 რიცხვში იქნება 18 წლამდე სპორტსმენების საერთაშორისო ტურნირი, სახელწოდება უკვე ტრადიციული ბათუმი Open-ი, სადაც როგორც ვთქვი, 12 ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას, ხოლო 26 რიცხვში იქნება Grand Prix. ეს იქნება პირველი შეჯიბრი, რაც ჩატარებულა საქართველოში ესეთი მასშტაბური
რა კუთხით აგიხსნით. ეს იქნება open კატეგორია, ანუ აქ არ იქნება არანაირი წონით კატეგორია. ყველა იასპარეზებს მხოლოდ ერთ წონაში. 33 სპორტსმენი არის უკვე შეკრებილი ამ 12 ქვეყნის სხვადასხვა ქვეყნის. შესაბამისად, აქ ერთი წონით კატეგორია, ზოგი მგზელი შეიძლება იყოს 70 კილო, შეიძლება ვიღაცა 140 კილო იყოს, 130. ისეთი ტურნირი იაპონიაში ტარდება, რომელიც არის იაპონიაში ტარდება, იაპონიის ღია ჩემპიონატი, სადაც ერთ წონაში ბრძოლობს ყველა. დაახლოებით შევეცადეთ, რომ იგივე გაგვეკეთებინა საერთაშორისო ტურნირი, სადაც მონაწილეობას მიიღებს აი ეს ყველა ჩემპიონები ერთად. 33 კაცში დაახლოებით 10 ევროპის სხვადასხვა ქვეყნის ჩემპიონები, სხვადასხვა წონით კატეგორიებში მიიღებს და ვფიქრობ, საინტერესო ბრძოლები გვენდის. ზუსტად იგივე იქნება გოგონებში. გოგონებში დაახლოებით 25 სპორტსმენი. აუცილებლად ამ თემაზე კიდე ერთხელ ვისაუბრებთ, როდესაც ეს ტურნირი უკვე დაიგეგმება და მე დარწმუნებული ვარ ჩვენთან სტუმრად იქნები. აქ მე მინდა წარმატება გისურვო. მე შენ ახსენე რომ როდესაც ჩვენთან მოდიხარ სტუმრად შემდეგ შედეგები მოდის, ბევრი სპორტსმენი ამბობს მათ შორის ამას და მოკლედ 28-ში მე დარწმუნებული ვარ საქართველოში დაბრუნდებით ძალიან დიდი შედეგით. წარმატებები ჩვენს ნაკრებს, წარმატებები ჩვენს კარატისტებს. მოკლედ 26-27 სექტემბერი უნგრეთი ქალაქი დებრეცენი ევროპის ჩემპიონატი კონტაქტურ კარატეში. წარმატებები ჩვენს ნაკრებს. ესეთი იყო სპორტული ამბები. ახლა კი ორ არაჩვეულებრივ ახალგაზრდას უნდა დაუბრუნდეთ თემეს და ანას და თქვენთან ერთად ჩვენ გავაგზავნო გაცემის ცქერა. დემიანა. მადლობა ჯიჯი, გემშვიდობებით ზეგამდე. ჩვენ კი ვაგრძელებთ გადაცემას და სამზარეულოში შეცქირების დრო მოვიდა ჩვენს ეთერში. ჩვენი კოლეგა ქეთა თხილაიშვილი შემოგვერდება ახლა გემრიელი ცივი ყავით. რუბრიკა შენი კერძი ჩვენს ეთერში. გამარჯობა, მე ვარ ქეთა თხილაიშვილი. მოგივდოდეთ დღეს განსაკუთრებულად გემრიელად ყავას. დაგჭირდება შესქელებული ძე, ჩვეულებრივი ძე, ცივი წყალი, ყავა, ოღონდ ხსნადი ყავა, ასევე დაგჭირდება ყინულები და ნუ ბლენდერი. რა თქმა უნდა, ესეთი საყვარელი ჭიქა, რაშიც შემდეგ ამ ყავას ჩავასხოთ. პირველ რიგში ბლენდერს მოვხსნათ ძირი. ჩავყაროთ 2 ჩაის კოვზი ყავა. ახლა დავუმატოთ ოდნავ წყალი. ოდნავ ამოვურიოთ კოვზით. გადავიტანოთ ცოტა შესქელებული ძე. შესქელებული რძე ამ შემთხვევაში საქრის ფუნქციასაც ასრულებს. აი ასე. ახლა დავახუროთ თავსახური. გადვამატრიალოთ და ავურიოთ. ესეც ასე, ყავა მზად არის. ეს ახლა უნდა გადავიტანოთ ჭიქაში. და დავუმატოთ ესეთი პატარა ერთი ჭიქა რძე. თუ რძე არ გიყვართ, შეგიძლიათ უბრალოდ წყლითაც გააზარდოთ. სილამაზისთვის მოვაყაროთ ცოტა ყავის ფანტელები. ახლა ამას კარგად ავურიოთ, რომ გაიხსნას რძეც და დავაგებინოთ. რა თქმა უნდა, გემრიელესია, არის ძალიან კომბინირებულად ტკბილი, არც გადაზრდილი არც უშაქრო არის, ძალიან გემრიელია მართლა. ეს შესქელებული რძეც ძალიან მოუხდა, ამიტომ ეს უმარტივესი რეცეპტი აუცილებლად სცადეთ, აუცილებლად მომზადეთ. მე კი მომდევნო რუბრიკანო დაგემშვიდობებით კეთილის სურვილებით ნახვამდის.
დაუბრუნდით ეთერში, ყავა უდაოდ გემრიელად გამოიყურებოდა, მაგრამ ამასობაში შესრულდა ზუსტად 9 საათი საქართველოს დროით და აჭარის ტელევიზიაზე ახალი ამბების დრო მოვიდა. სულხან წულუკიძე უკვე პირდაპირ ეთერში ყავს ხაზზეა. სულხან, დილომშვიდობისა. დილომშვიდობისა, სულხან. დილომშვიდობისა, კოლეგებო, მოგესალმებით, მივესალმებით ჩვენს ერთგულ ტელემოყურებელს. 9 საათია და ახალი ამბების დრო. გისმენთ. მორიგი გამოკითხვა ეგრეთ წოდებულ საბოტაჟის საქმეზე პროკურატურაში დღეს საქველმოქმედო ფონდ ნანუკას ფონდის დამფუძნებელს ელოდებიან. ცნობილია, რომ ნანუკა ჟორჟოლიანი საგამოძიებო ორგანოს შემისვლას აპირებს. საქმეზე გამოკითხვები უკვე თითქმის 1 თვეა მიმდინარეობს. ამ პერიოდის განმავლობაში ჩვენება სამოქალაქო სექტორის არაერთმა წარმომადგენელმა მისცა. უშინ პროკურატურაში ნიკა გილაურის ფონდის სფერითის დირექტორი ჯაბა გაბუნია იმყოფებოდა. ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმის განხილვა გრძელდება. დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში გელა უძილაურის პროცესი გაიმართება. უძილაურს ლევან ჯანგველაძის მკვლელობა და მისი მძღოლის გია ჩადუნელის მკვლელობის მცდელობა ედება ბრალად. ლევან ჯანგველაძე 14 მარტს ჭავჭავაძის გამზირზე მოკვდეს. პროკურატურის ინფორმაციით უძილაურმა ხალხმრავალ ადგილზე ცეცხლსროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლა ლევან ჯანგველაძეს და მის მძღოლს. ჯანგველაძე შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. ჩადუნელი კი საავადმყოფოში გადაიყვანეს. დანაშაული 16-დან 20 წლამდე უვადო პატიმრობას ითვალისწინებს. დაკავშირებადობის საკითხებზე მინისტრიალში, რომელიც 20 ოქტომბერს ლუქსემბურგში იგეგმება და რომელში მონაწილეობის მისაღებადაც ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახური იწვევს ცენტრალური აზიის და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს, საქართველოს ელჩის დონეზე არ მიიღებს მონაწილეობას. ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს. საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ მინისტრიალში საქართველოს ელჩის დონეზე მოწვევა მიუღებელია, არასერიოზულ დამოკიდებულებაზე მიუთითებს და წარმოადგენს კიდევ ერთ მცდელობას ევროკავშირის ღონისძიებებზე საქართველოს მოწვევის საკითხი გამოყენებული იქნეს პოლიტიკური სპეკულაციებისთვის და რადიკალური დღის წესრიგის და პოლარიზაციის წასახალისებლად, წერია საგარეო უწყების განცხადებაში. გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილის შეხვედრები გამართა ბულგარეთისა და სერბეთის რესპუბლიკების საგარეო საქმეთა მინისტრებთან. ასევე საფრანგეთის რესპუბლიკის ევროპისა და საგარეო საქმეთა მინისტრთან და ხორვატიის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრთან. მხარეებმა განიხილეს ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგის მნიშვნელოვანი საკითხები და მათი გაღრმავების პერსპექტივები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო შავი ზღვის როლს არ მხოლოდ უსაფრთხოების, არამედ ტრანსპორტის, კომუნიკაციებისა და ენერგეტიკის სფეროებში თანამშრომლობის მიმართულებით. ყურადღება გამახვილდა პოლიტიკური დიალოგის მნიშვნელობასა და აქტიური კომუნიკაციის აუცილებლობაზე საერთო გამოწვევების დაძლევის მიზნით. საფრანგეთის რესპუბლიკის ევროპისა და საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრისას საუბარი შეეხო საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს. გამოითქვა იმედი, რომ ევროკავშირთან ურთიერთობები ჩვეულ დღის წესრიგს დაუბრუნდება. ხაზი გაისვა საფრანგეთის მხრიდან ამ პროცესის მხარდაჭერის მნიშვნელობას. საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ მსოფლიო იზოლაციონიზმის გამო ინგრევა და გლობალური გამოწვევების გადასაჭრელად ქვეყნებს უფრო მჭიდრო თანამშრომლობისკენ მოუწოდა. ამასთან საფრანგეთის პრეზიდენტმა ევროპის საჰაერო სივრცეში რუსეთის ბოლოდროინდელ შეჭრებზეც ისაუბრა. მაკრონის განცხადებით, მოსკოვის ქმედებები იმის დასტურია, რომ ევროპელებიც რუსეთის დესტაბილიზაციის საფრთხის წინაშე დგანან. გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლა კი მაკრონმა ერთიანობისკენ მოწოდებით დაასრულა. ისრაელის ადმინისტრაცია, რომელიც აღთქმული მიწისადმი აკვიატებით მოქმედებს თავისი ექსპანსიონისტური პოლიტიკით საფრთხეს უქმნის რეგიონულ მშვიდობას და კაცობრიობის საერთო მიღწევებს. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ ტაიფ ერდოღანმა გაეროს გენერალური ასამბლეის დებატებზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ერდოღანის მტკიცებით ისრაელი არ შემოიფარგლება მხოლოდ ღაზით და დასავლეთ ნაპირით. ის ასევე საფრთხეს უქმნის რეგიონულ მშვიდობას სირიის, ირანის, იემენისა და ლიბანის წინააღმდეგ თავდასხმების განხორციელებით. თურქეთის პრეზიდენტის თქმით, ღაზაში ომი არ მიმდინარეობს, რადგან ერთ მხარეს არის რეგულარული არმია, რომელიც შეიარაღებულია ყველაზე თანამედროვე და სასიკვდილო იარაღით, ხოლო მეორე მხარეს არიან უდანაშაულო მშვიდობიანი მოქალაქეები. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ უკრაინა ახლა ისეთ პოზიციაშია, რომ შეუძლია ქვეყანა თავდაპირველ ფორმაში დაიბრუნოს.
ტრამპმა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე გამოსვლის და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ რუსეთი ქაღალდის ვებხვად მოიხსენია. მისი თქმით, პუტინი და რუსეთი დიდ ეკონომიკურ პრობლემებში არიან და უკრაინისთვის მოქმედების დროა. უკრაინის პრეზიდენტმა ამერიკელ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ დონალდ ტრამპი არის ადამიანი, რომელსაც შეუძლია ყველაფერი კარდინალურად შეცვალოს. დღის სხვა სიახლეები. ქართული ოცნების ქვემო სამგორის მაჟორიტარობის კანდიდატმა ზაქარია ციკლაურმა კინძმარაულის ქუჩის მცხოვრებლებთან შეხვედრა გამართა. ქართული ოცნების ქვემო სამგორის მაჟორიტარობის კანდიდატი ზაქარია ციკლაური კინძმარაულის ქუჩის მცხოვრებლებს შეხვდა და საკუთარი 4 წლიანი სამოქმედო გეგმის პრიორიტეტებზე ისაუბრა. მოცემულ ლოკაციაზე სრულად შეცვლილია მიწისქვეშა კომუნიკაციები, დაგებულია გზის საფარი და რეაბილიტირებულია აქ არსებული სკვერისა და სპორტული მოედანიც. თუმცა ადგილობრივებს აქვთ გარკვეული მოთხოვნები. კერძოდ ისინი ითხოვენ ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე რეკრეაციული სივრცის მოწყობას და ასევე ახალგაზრდების უსაფრთხოებიდან გამომდინარე სპორტულ მოედანთან და სკვერთან ეგრეთ წოდებული მწოლიარე პოლიციელების დამონტაჟებას, რასთან დაკავშირებითაც მაჟორიტარობის კანდიდატმა სრული მხარდაჭერა აღუთქვა ადგილობრივებს. მოსახლეობა ითხოვს ახლად რეაბილიტირებულ გზაზე მწოლიარე პოლიციელების მოწყობას და ასევე გთხოვეს, რომ აქ არსებული ეკლესიის მიმდებარედ მოვაწყოთ ახალი რეკრეაციული სივრცე. აქ არის საკმაოდ მოძველებული კორპუსები, ორსართულიანები, რომლებიც შესამოწმებელია სავარაუდოდ, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ეს კორპუსი იმდენად მოძველებულია, რომ შეიძლება ავარიული იყოს და კანდიდატი დაპირდა, რომ ეს იქნება შესწავლილი და შეიძლება აქაც გაკეთდეს ის პროგრამა, რომელიც სწორედ სამგორში დაიწყო. ძალიან პოზიტიური განწყობა ზაქროს მიმართ. ის აქაურია, დაიბადა, გაიზარდა როგორც ადამიანი, როგორც საჯარო მოხელე, როგორც პოლიტიკოსი, როგორც თბილისელი. შესაბამისად, მართალია მას პრობლემა არ ექნება არჩევასთან დაკავშირებით, თუმცა ჩვენი მიზანი გახლავთ ის, რომ მაქსიმალური მობილიზება იყოს. ბათუმში დასრულდა ტურისტული ფესტივალი განდაგანა. ევროპის მოედანზე სახელდახელოდ მოწყობილ სცენაზე ათეულობით ადგილობრივმა და მოწვეულმა ანსამბლმა და ჯგუფმა კონცერტები გამართა. წარმოდგენილი იყო ეთნოგრაფიული, როგორც ეთნოგრაფიული, ისე კულინარიული ნიმუშები. ადგილობრივ მეწარმეებს გამოფენილი ჰქონდათ სხვადასხვა სახის ხელნაკეთი და საწარმოო ნიმუშები, რომელთა გამოფენა გაყიდვა სპეციალურ პავილიონებში მოეწყო. როგორც საჭირის ტურიზმის დეპარტამენტში აცხადებენ, წლევანდელი ფესტივალი წარმატებული იყო და მას ათასობით ადგილობრივი და სხვა ქვეყნის ვიზიტორი დაესწრო. სიამოვნო, ძალიან მოსაწონია, ძალიან მოგვეწონა და სამხიარო. კარგია, ყველაფერი კარგია და რაც უფრო მეტი ესეთ ფესტივალები იქნება, ყველაფერი კარგად იქნება ჩვენ ქვეყანაში. ილოცავთ ყველას, ყველა ბათუმელს, ყველა ქართველს, ყველა აქ ჩამოსულს უმართ. ჩვენ ვართ სანაყენე ბურატინოს წარმომადგენლები, ეს ძალიან მასშტაბური და ძალიან კარგი ფესტივალი გამოვიდა ნამდვილად და მოხარულები ვართ, რომ ვიღებთ მონაწილეობა სტარტაპერებისთვის. ეს ძალიან დიდი წინსვლაა და წარმატება. განდაგანას ფესტივალი არის ზღაპრული მოგონება, ზღაპრული ფესტივალი. ხალხისთვის, თვითონ ტურისტებისთვისაც ალბათ, იმიტომ რომ თვითონ არიან დაინტერესებული და ჩვენ ხალხისთვის, ვინც მეწარმეები არიან, ვინც რაღაცა შეუძლია საოჯახო ბიზნესი აქვს და არ აქვს დიდი თანხები, რომ დიდი ბიზნესი აწარმოოს, ეს არის რაღაცა სასწაული. ძალიან კარგი, ძალიან. ჩემთვის მაგალითად ძალიან გუშინდელი და დღევანდელი დღე იყო ძალიან წარმატებული. ერთი 35-40 ჩანთიდან 5 წელზე ვარ ჩამოსული. შეიძლება ითქვას, რომ ფესტივალი განდაგანა შედგა 2 დღის განმავლობაში. ერას მოედანი იყო მაქსიმალურად ფერადი ემოციებით დატვირთული. პროგრამა იყო მრავალფეროვანი. 2 დღის განმავლობაში მაყურებლის წინაშე წარსდგა როგორც ადგილობრივი, ასევე მოწვეული ბენდები. სივრცე იყო თემატურად დატვირთული, წარმოდგენილი იყო კულინარიული სივრცე, ეთნოს სივრცე, ასევე რეწვის ოსტატები იყვნენ წარმოდგენილი. რა თქმა უნდა, როგორც მოსალოდნელი იყო ველოდებოდით ვიზიტორებს, ადგილობრივებს და იყო ხალხმრავლობა და შეიძლება ითქვას, რომ ფესტივალი განდაგანა შედგა და ემშვიდობება ადგილობრივებს და ვიზიტორებს მომავალ წლამდე. ეს იყო ჩემს ხელთარსებული ბოლო ინფორმაცია. ამ და სხვა სიახლეებით პირდაპირ ეთერში 10 საათზე დავბრუნდებით, ასე რომ დაგველოდეთ დროებით.
დროებით გემშვიდობებით, სულხან, ჩვენ კი შევახსენოთ მაყურებლებს, ვინც ახლა შემოგვიერთდა და თქვენ უყურებთ გადაცემა დილის ტალღა სტუდიაში მე დემე ზოიძე და ანა შამილაძე ვმუშაობთ. ახლა კი ვნახოთ გადაცემის მეორე ნაწილის ანონსი და მაგ დავბრუნდებით. არ გადარდოთ. დაელოდეთ დილის ტალღის მეტეოროლოგ კობა ფარტენაძეს და გაიგეთ 24 სექტემბრის ამინდის უტყუარი პროგნოზი. როგორ მოქმედებს თვითდარწმუნების თეორია ჩვენს ყოველდღიურობაზე და მომავალზე, თიკო მიქელაძის რეპორტაჟიდან გაიგებთ. როგორ გავაძლიეროთ საკუთარი თავის რწმენა და როგორ ვაქციოთ მიზნები რეალობად. სტუდიაში კოუჩთან ერთად დავბრუნდებით და გაგიზიარებთ პრაქტიკულ რჩევებს თქვენი შესაძლებლობების შესახებ. არ გამოგრჩეთ დილის რადიო ტალღებითა და საინტერესო სტუმრებით, სადაც მუზეუმების საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ ვისაუბრებთ. რუბრიკაში სკივრი ფოტოგრაფ და ოპერატორ რევას ცკვიტინიძის სკივრში ჩავიხედავთ, იქ სადაც არაერთი კადრი და კადრს მიღმა დარჩენილი ისტორიაა შემონახული. გადაცემის მესამე ნაწილში გზა გამარჯვებამდე როგორ დაამარცხა სიმსივნე და როგორ დაუბრუნდა სცენას მომღერალი თათია კობალაძე. სულ მალე ჩვენი ეთერიდან გაიგებთ. გადაცემას კი თათიას შესანიშნავი კომპოზიციით Storms of Destiny დავასრულებთ. დავბრუნდით ეთერში და როგორც გადაცემის დაწყებისთანავე ვახსენეთ და შემოგვიერთეს ჩვენი კოლეგა კობა ფარტენაძე და გავიგოთ 24 სექტემბრის ამინდის პროგნოზით, როგორი ამინდია მოსალოდნელი სრულიად საქართველოში და ნუ რა თქმა უნდა ბათუმში კობა. მე მაინტერესებს დღეს უფრო სითბოა თუ გუშინ უფრო სითბო იყო, იმიტომ რომ გუშინ ზღვის სანაპიროზე გავედი, ცადე რომ მიმეღო რუჯი, კი, ეთერის შემდეგ გუშინ გავედი ზღვაზე და ცოტა შემცივდა, მაგრამ გავუძელი საათნახევარი ვიყავი. ხო და მაინტერესებს დღეს როგორი იქნება, არა წყალში არ ჩავსულვარ. კობა, დილამშვიდობისა. დილამშვიდობისა, კობა. მოგესალმებით, მაყურებელს ყველას, ვინც შემოგვიერთდა დილიდანვე, გისურვებთ როცა სიამოვნო დღეს უფრო მეტად თბილა და ამ კითხვაზე გიპასუხებთ. ვინაიდან ღამის ტემპერატურა საკმაოდ მაღალი იყო, გუშინ ამ დროს 2 გრადუსით დაბალი ტემპერატურა ჰქონდა. დღეს უკვე მოსაცმელების გარეშე შეგვიძლია დილით ვისე იღნოთ და საცურაო კოსტუმი ჩანთაში ჩავაგდე. ეთერის შემდეგ ნამდვილად გაგიმართლათ, ან უფრო ნაკლები კი, ინდექსი ულტრაისფერი იქნება საკმაოდ მაღალი, კარგ რუჩს მიიღებ. ქარით მეტრწამობით იქნება უფრო ნაკლები დღეს, ასე რომ ზღვაზე არავის არ შეგცივდებათ. წესით ყოველ შემთხვევაში არ უნდა შეგცივდეთ, ზღვის წყლის ხარისხიც უკეთესი იქნება, უფრო მშვიდი ზღვა იქნება და მოკლედ ერთი მშვენიერი შემოდგომისთვის დამახასიათებელი ლამაზი დღე გველოდება. მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე უნელექო ამინდია მოსალოდნელი, ისევე როგორც გუშინ და როგორც უკვე აღვნიშნე 2 გრადუსით მაღალი ტემპერატურა დღის მაქსიმალურ ტემპერატურას გულისხმობ. უკაცრავად, ბათუმში 27 გრადუსი იქნება დღეს, ქობულეთში 25 გრადუსია მოსალოდნელი, ქედაში 26, შუახევში ასეთივე ტემპერატურაა და ხულოში 24 გრადუსი იქნება. გოდერძის უღელტეხილზე 21, ოზურგეთში 28, ურეკში 27, ლანჩხუთში 27, ჩოხატაურში 27 და ბახმაროში 22 გრადუსია მოსალოდნელი. ფოთში დღეს ისევე როგორც ანეკლიერსა და სოხუმში 27 გრადუსია მოსალოდნელი, საკმაოდ თბილა, ზუგდიდში 29, კოპიტნერსა და ქუთაისში ასევე 29 გრადუსია მოსალოდნელი. საირმეში 26 გრადუსი იქნება, მესტიაში 24, ბორჯომში 25, ბაკურიანში 21, აბასთუმანში 23 და ახალციხეში 27 გრადუსია მოსალოდნელი. გორში 20, ცხინვალში 24, დედაქალაქში 24 და თელავში 22 გრადუსია მოსალოდნელი. მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე მოსალოდნელია უნალექო და მზიანი ამინდი. რაც შეეხება უახლოეს დღეებს, ხვალიდან საქართველოში შედარებით შეგვეცლება, დღევანდელთა შედარებით ამინდის პირობები, ხანმოკლე წვიმა დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელი, ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე, ოღონდ მხოლოდ ხანმოკლე წვიმა და არა მთელი დღის განმავლობაში და 26-ში უკვე დასავლეთშიც და აღმოსავლეთშიც მთელი დღის განმავლობაში დროგამოშობით წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი,
27-ში დღის მეორე ნახევარში უნდა გამოიტაროს და შემდეგ 28 უმეტესად უნალექო იქნება და ისევ დათბება თვის ბოლო დღეებში. მაგრამ უახლოესი დღეების პროგნოზთან მიმართებაში დღევანდელი დღე ყველაზე მზიანი იქნება, შესაბამისად უნალექო და თბილი, ასე რომ გამოიყენეთ ეს შანსი და მაქსიმალურად გაატარეთ დრო გარეთ დათქვით მზიანი ამინდით. 24 გრადუსია ზღვის წყლის ტემპერატურა და მოკლედ ბათუმში დღეს დღის განმავლობაში მზიანი დღე გვექნება. ხვალისთვის როგორც უკვე ვთქვი მოიგრუბლება, საღამოს შესაძლებელია მცირე წვიმა და ზეგ უკვე ყველგან იწვიმებს. ასეთია პროგნოზი. დაუბრუნდით ეთერში, მადლობა კობა, ასეთი ამინდის პროგნოზი. დღეს ძალიან თბილი ამინდი ელოდება ბათუმელებს, ასე რომ გამოიყენეთ, იმიტომ რომ ცივი შემოდგომა ძალიან ახლოს არის. გვემშვიდობებით კობას, ჩვენ კი ახლა საინტერესო თემით უნდა გავაგრძელოთ გადაცემა. კი, ახლა უნდა ვნახოთ ჩვენი კოლეგა თიკო მიქელაძე. არა, ჯერ რეკლამაზე გავიდეთ და შემდეგ უნდა ვნახოთ თიკო მიქელაძის სიუჟეტი. დაუბრუნდით ეთერში და შევახსენოთ მაყურებლებს, ვინც ახლა შემოგვიერთდა, თქვენ უყურებთ გადაცემა დილის ტალღა სტუდიაში მე დემე ზოიძე და ანა შამილაძე ვმუშაობთ. და ძალიან საინტერესო თემით ვაგრძელებთ ჩვენს გადაცემას. კი, როგორც ვახსენეთ, ჩვენი კოლეგა თიკო მიქელაძის სიუჟეტი უნდა გავიდეს ახლა პირდაპირ ეთერში საინტერესო თემით რა არის თვითდარწმუნების თეორია და როგორ მოქმედებს ადამიანის განწყობა მის ყოველდღიურობასა და მიღებულ გადაწყვეტილებებზე. ამ თემაზე უფრო მეც თიკო მიქელაძის სიუჟეტიდან გავიგებთ. არ გადართოთ, მალე დავუბრუნდებით. ხშირად ჩვენ ადამიანებს ის გვიხდება, რისიც გვჯერა. ამას თვითდარწმუნების თეორია ჰქვია. ყოველივე ამის საფუძველს კი საკუთარ თავთან დიალოგი ქმნის. დიალოგი საკუთარ თავთან, შინაგვანი დიალოგი, ეს ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან საინტერესო ფსიქოლოგიური ფენომენია. ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ საკუთარ თავთან მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ამას ვერც კი ვხვდებოდეთ და არც კი ვაფიქსირებდეთ. აი წარმოიდგინეთ, რომ დილით გავიღვიძეთ, ჩავიხედეთ სარკეში და აი აქ უკვე იწყება ჩვენი დიალოგი. უი, როგორ მაქვს თმა, მოსაწესრიგებელია. დღეს რამდენი საქმე მაქვს, ეს უნდა გავაკეთოს, რაც შეიძლება სწრაფად. ეს უკვე საკუთარ თავთან დიალოგია. ამ დროს ჩვენ ვგეგმავთ, განსაზღვრავთ ჩვენ დღეს და შინაგან დიალოგს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. შინაგანი დიალოგი ხშირად განსაზღვრავს ჩვენ თვითშეფასებასაც. რამდენად პოზიტიურად ვართ საკუთარ თავის მიმართ განწყობილი. ეს ძალიან ხშირად აისახება ჩვენს მოქმედებაზეც ხოლმე. სწორედ შინაგანი დიალოგის საშუალებით, ჩვენი შინაგანი ფიქრების საშუალებით ხდება თვითმოტივაცია. საკუთარ თავთან დიალოგს თვითმოტივაციამდე მივყავართ, რომელიც ორი სახისაა: დადებითი და უარყოფითი. დადებითი თვითმოტივაციაა, როდესაც ჩვენ ვახალისებთ საკუთარ თავსა და დარწმუნებულები ვართ საკუთარ შესაძლებლობებში. ხოლო უარყოფითია თვითმოტივაცია მაშინ, როცა საკუთარი თავის მიმართ სკეპტიკურად ვართ განწყობილი. ყოველივე ეს კი უარყოფითად აისახება როგორც ჩვენს თვითშეფასებაზე, ასევე ყოველდღიურობასა და მიღებულ გადაწყვეტილებებზე. განწყობა ჩვენ ცხოვრებაში ძალიან ბევრ რამეს განსაზღვრავს, იმიტომ რომ აი დიმიტრი უზნაძის განწყობის თეორიის თანახმად, როგორი განწყობაც გვაქვს, ჩვენი სხეულის ყველა უჯრედი სწორედ იმ მიმართულებით მუშაობს და ჩვენს გარშემოც თითქოს სამყარო ისე ბრუნდება, როგორი განწყობითაც მის მიმართ ვართ ჩვენ განწყობილი. რა ხდება ამ დროს? თუ მე მაქვს პოზიტიური განწყობა, ჩემთვის დაბრკოლება არის გამოწვევა. მე მზად ვარ გამოწვევას გავუმკლავდე და ეს გამომდის კიდეც. მაგრამ მე თუ ვარ ნეგატიურად განწყობილი, მაქვს შფოთვა, მაქვს შიში, მაშინ შესაბამისად, რა თქმა უნდა, ჩემი ყველა ნაბიჯი არის არამყარი, არასწორი და წამგებიანი. მე გამიჭირდება მივაღწიო რაიმე წარმატებას. მიუხედავად იმისა, რომ განწყობას ძალიან დიდი და ხშირად გადამწყვეტი მნიშვნელობაც კი აქვს, ისეც ხდება, რომ ადამიანები ნეგატიურად არიან განწყობილი საკუთარი თავის მიმართ და ეჭვიეპარებათ საკუთარ შესაძლებლობებში. თუმცა მაინც აღწევენ წარმატებას. საინტერესოა, რის ხარჯზე ხდება ეს? როდესაც მე საკუთარი ძალების არ მჯერავს, მაგრამ მაინც უმოქმედებ არ ვჩერდები, ხო? მაშინ ძალიან დიდი შანსი მაქვს, რომ მივაღწიო წარმატებას. ანუ მაგ შემთხვევაში სიფრთხილე მაქვს, მაგრამ
მაინც მოქმედებ. მოქმედების მექანიზმი არ ითიშება. მაგრამ თუ კი მე არ მჯერავ საკუთარი ძალების და არ მოქმედებ, გავჩერდი. აი მან უკვე ვკარგავთ ყველაფერს. ამიტომ ძალიან ხშირად მართალი ხართ, შეიძლება საკუთარი თავის არ გვეჯეროს, მაგრამ აუცილებლად უნდა ვცადოთ. აუცილებლად უნდა ვსინჯოთ. და აქ ძალიან კარგი მექანიზმი ამუშავდება, რომ თუ გამოვიდა და შევძელით, ხო ძალიან კარგი წარმატებულები ვიქნებით, მაგრამ თუ არ გამოვიდა, ეს ხომ გამოცდილებაა. საბოლოოდ ყოველივე ამას მივუყავართ დასკვნამდე, რომ ჩვენთვის ადამიანებისთვის წარმატებისკენ სავალ გზაზე პირველი წინ გადადგმული ნაბიჯი მაინც მოქმედებაა. თუ მას პოზიტიური თვითმოტივაცია ერთვის, ნებისმიერი დაბრკოლება მარტივად გადალახვადი ხდება. დაუბრუნდით ეთერში, საინტერესო იყო, მადლობა თიკო მიქელაძე. ზოგადად მე ვფიქრობ, რომ ყველაფრის თავი და თავი არის თვითრწმენა და თავდაჯერებულობა. თუ თავდაჯერებულობა არ გაქვს ადამიანს, ძალიან რთულია ადაპტირება დღევანდელ სოციუმში, საზოგადოებაში და თუნდაც აი წარმატების საფეხურის ავლაში, ასე ვთქვათ და სწორედ ამ თემით ვაგრძელებთ სტუმართან ერთად საუბარს. ჯანსაღი ჩვევების მენტორი და ინფლუენსერი ბონდო მამულაძე, ჩვენი სტუმარი დილამშვიდობისა, მოგესალმებით. მადლობა სტუმრობისთვის და ჩვენ დავიწყეთ შესავალში ვახსენეთ საკუთარ თავში დაურწმუნებლობა. საერთოდ რა მდგომარეობაა ეს და საიდან მოდის? დილამშვიდობისა ბათუმო და საქართველო ძალიან მიხარია რომ აქ ვარ ეხლა და ჩემთვის მართლა ძალიან მნიშვნელოვანია აქ ყოფნა და აქედან მიმართვა ადამიანებს, იმიტომ რომ ბოლო 4 თვე რაც საქართველოში ვიმყოფები და ვცდილობ რომ მაქსიმალურად ყოველ დილით ჩავთო უფრო მეტი ადამიანი ჩემთან ერთად და იმიტომ არა რომ მე რადგან გადავწყვეტე ეს არის სწორი, ეს ოდითგანვე ესე იყო და დილით ვარჯიში, ჯანსაღი ყვება, წყალი, ეს ყველაფერი არის საცოცხლოდ მნიშვნელოვანი, იმაზე მეტად მნიშვნელოვანი, ვიდრე ჩვენი სამსახური, ვიდრე ჩვენი განათლებამდე სანამ მივალთ და სანამ რამეს მივიღებთ, ჩვენ უნდა დავისწავლოთ საკუთარ თავზე ზრუნვა და საკუთარ თავზე ზრუნვა თუ არ გვეცოდინება, შეუძლებელია მივიღოთ ის შედეგი, რაც გრძელვადაში გვინდა, რაც ჩვენ გვინდა გადავცოთ ჩვენ მომავალ თაობას. ხო, რეალურად ახლა მე ვფიქრობ, ჩემ ბავშვობაში რა იყო პრიორიტეტი და ეხლა რა არის, რო უყურებ სოფლიოს გადავხედავთ, ხო? ყველაფერი არის ჯანსაღი ნატურალური, ორიგინალი, ანუ მეორადი რაღაცები ამ თაობას არ ჭირდება. ანუ მე ვფლი, რომ თითოეული მოქალაქის დავალება, რომ ჩვენ სწორ დროს, სწორ ადგილას მივაწოდოთ და ვაჩვენოთ უფრო მეტი ბუნება შევაყვაროთ. შევაყვაროთ ჯანსაღი სოკოები და ვარჯიში. ანუ კვებაზე არის აგებული მთელი ადამიანის მომავალი ჩემი აზრით. მე როგორც კი შევცვალე ჩემი ადამიანი რითიც იკვებები, ის ხარ რეალურად. აბსოლუტურად, კი და მიუხედავად იმისა, რომ თან მე ონკოპაციენტი ვიყავი და სიმსივნე დავამარცხე, ამ ყველაფერმა უფრო დამაფიქრა კარგად და როგორც კი შევცვალე ჩემი ცხოვრება, ანუ ისე ვთქვია, ჯანსაღი ყვება და ვარჯიში ერთად, დღეს ესეთი შედეგი მაქვს, რომელიც შედეგიც ბოლო 36 წლის განმავლობაში მე ესეთი ენერგია, ესეთი განწყობა, ესეთი ანუ არ ქონია. ამიტომ მიმართავ თითოეულ ადამიანს, რომ კამერაში უთხრა, რომ მეგობრებო, მინდა გითხრათ, რომ არ აქვს მნიშვნელობა რამდენი წლის ხარ, სად ხარ, რა გარემო, რა პრობლემები გაიარე ცხოვრებაში. ყველაზე მთავარი არის, რომ ეხლა ამ წუთას მიიღო გადაწყვეტილება და საკუთარ თავს უთხრა, რომ შენ ყველაფერს შეძლებ. მთავარია შენში უნდა მოხდეს გადაწყვეტილება. არა აქვს ამას მნიშვნელობა, ვინ იქნება შენი ჯანსაღი ჩვევების მენტორი თუ პედაგოგი. შენ თუ გადაწყვეტილებას მიიღებ, დღეს 21 საუკუნეში იმდენად გვაქვს იმის საშუალება და ფუფუნება, რომ ჩვენ თვითონ შევისწავლოთ ენებიც, ნუტრიციოლოგიც გავხდეთ, ფიტნეს ტრენერიც გავხდეთ. ყველაფერი აგერა, ხო? აბსოლუტურად. თავარია ჩვენ რა გვინდა და ჩვენ რას გეგმავთ გრძელვადაში. აქედან გამომდინარე მართლა ძალიან მადლობელი ვარ, რომ თქვენ დაინტერესდით და იმ ჩემი პატარა ვიდეოებით, რომელსაც მივიმართავ და რომელსაც საჭიროა. რომელიც TikTok-ზე მე პირველად ხშირად ხვდება. სხვათა შორის ამას წინ ყავდა სტუმრად თერაპევტი და ძალიან საინტერესო რამ თქვა, რომ აუცილებლად მოვა დრო და ჯანმრთელობა შეგაწუხებს. ოღონდ მე უკვე გვიანი იქნება და მტკივნეულად მოვა ეს დრო. ამიტომ ჯობს რომ თადარიგი დაიცვა და დროულად დაიწყო ეს ჯანსაღი ცხოვრების წესს დროებით მიჰყვევა და პრინციპში მართლა ასეა და ეს ჩვენ არაერთმა პრაქტიკამ გვიჩვენა. თუმცა არის თუ არა დამოკიდებული ეს ჯანსაღი ცხოვრების წესი ადამიანის შინაგან მდგომარეობაზე, ამ შემთხვევაში მაქვს საუბარი თვითრწმენაზე და თავდაჯერებულობაზე. ძალიან თუ საკუთარი თავის რწმენა არ გაქვს, მე რაც უნდა თქვენ მოგმართოთ და თქვენ რაც უნდა მიმართოთ,
ჩვენ უნდა ვიმუშაოთ, ანუ ზუსტად ეგ არის, საკუთარ თავზე ზრუნვა, ანუ მუშაობა, დილით რო გავიღვიძებ, დილა მშვიდობისა პირველ რიგში საკუთარ თავს ვეუბნები. სარკესთან კომუნიკაცია, ანუ ძალიან მნიშვნელოვანია. რომ სარკე ჩვენ თუ არ გვიყვარს, ანუ ჩვენი თავი ჩვენ თუ არ გვეყვარება, მე თქვენ ვერასდროს ვერ შეგეყვარებთ. მე არ ვიქნები გულწრფელი თქვენთან გატარებული დროის შემდეგ თუ გამოვხატავ სიმპათიას. ამიტომ ადამიანები 24 საათი პირველ რიგში ვხედავთ საკუთარ თავს. ამიტომ როცა ვიღვიძებ საკუთარ თავს ვეუბნები, დილა მშვიდობისა, დღეს არის შენი დღე, მინდა გავიმეოროს ხოთაშვილს, ეს არის ერთი გაგიზიარებს, რომელიც ჩემზე ძალიან კარგად მოქმედებს და ეს არის ჩემი დღიური, რომელიც დღურიც ვფიქრობ თითოეულმა ადამიანმა უნდა ატაროს და ამ დღიურის შემდეგ უფრო შეიცვალოს ჩემი ცხოვრება. ასე რომ პირველი როცა ვშლი, მიწერია აი ამ გვერდზე, რომ სანამ რაღაცას დავიწყებ, ანუ განრიგის დაწერას, ან გადაკითხვას ვწერ, დღეს არის ჩემი დღე. მე ვირჩევ საკუთარ თავს, მე ვქმნი ბედნიერებას, მე ვქმნი ჩემს რეალობას, მე ვიმსახურებ, რასაც ვისურვებ. ჩემი დღე, ჩემი გადაწყვეტილება, ჩემი სიტყვა, ჩემი მომავალია და ამ ყველაფერს ისე უნდა შევხედოთ, რომ ხო, განცდის დონეზე უნდა გაიაზროს ადამიანმა ხა ეს სიტყვები, ხო? კი, აქედან გამომდინარე, ამ ყველაფერს თუ გავაანალიზებთ, რამდენად მნიშვნელოვანები ვართ ჩვენ ამ სამყაროში, ხო, მე რა უკვე შური და ბოღმა და ბოროტება აღარ გვექნება, იმიტომ რომ რეალურად მაგის დრო არ გვაქვს. ჩვენ მოვეუბნები, ყველა ჩვენი დავალება გვაქვს, ამიტომ რომ მე მინდა, მიუხედავად ჩემი შეცდომებისა, წარსულში თუ ანგელოზე არავინ არ ყოფილა, ყველას მოსულია შეცდომა, მაგრამ თუ გადაწყვეტილებას მიიღებ, რომ შენი ცხოვრება შეცვალო ერთხელ და სამუდამოდ უკეთესობისკენ და ეს თუ მომავალს წარადგება, ხო? რატომაც არა, მე ვფიქრობ არაფერს არ აი, რამდენად შესაძლებელია, რომ ეს თვითრწმენა და თავდაჯერებულობა გქონდეს ადამიანს, რომელიც დამოუკიდებელი პერსონა არ არის. აი, მაგალითად, ჩემთვის თავდაჯერებულობა პირდაპირ ასოცირდება თუნდაც ფინანსურ დამოუკიდებლობასთან, ხო? ანუ როცა საკუთარი თავის, როცა ზუსტად იცი, რომ საკუთარი თავის მეტი სხვა არც პატრონი ყავს, არც მამამარჩენელი, შენ ხარ შენი თავის ბატონ პატრონი. იმიტომ რომ ჩვენ ხო შეჩვეული ვართ, რომ ყოველთვის ვიღაცა ზრუნავს ჩვენზე, დედა, მამა, ოჯახის წევრები და ეს პატარა ბავშვი რჩება 40 წლამდე ჩვენში. ეს ზუსტად ჩვენ რომელიც საქართველოში სამოძღვართ ან სოფლიოსთან განსხვავებით საქართველოში 40 წლის ბავშვები გვყავს, რომლებიც დედები დღემდე ზრუნავენ სიგარეტზე, ალკოჰოლზე და ასე შემდეგ. რომელზეც მინდა ცალკე კიდე პატარა აუცილებლად ხაზი გაუსვა, იმიტომ რომ ყველაზე მნიშვნელოვანი დღესდღეობით რაც არის, ბავშვობიდანვე ჩვენ ბავშვებს ვაჩვენებთ თუ ეს არის ნორმა 18 წლის როცა ვართ ეწევით სიგარეტს. ალკოჰოლი ეს ნორმა არ აუშვებს, მაგრამ შობლის მაგალითი. ხო, თუ იმას დავაკვირდებთ, რომ რეალურად ჩვენ ბავშვობიდან რა გარემოს და სიტუაციას ვაჩვევთ, მე აღარ უნდა გავიკვირდეს, რომ ჩვენი შვილი იგივეს იმეორებს ან იმაზე უარეს იმეორებს. აქედან გამომდინარე, მე ვფიქრობ, რომ თუ ჩვენ ყველა, ანუ ჩემი შვილი რომ არ არის თქვენი შვილი, იმას ანიშნავს, რომ მე მას სწორი მითითება არ უნდა მივცეთ. რადგან ქუჩაში, ანუ პარკში ხშირად ვარ იქ და კატასტროფა არის ჩემი აზრით, რომ ჩვენი მომავალი თაობაა. ძალიან ბევრი ბავშვი ზის ერთად და დიდი კვამლი არის, ანუ შუაში ვერ გაივლი. იმიტომ რომ ყველა მეორე ეწევა. ზუსტად მივხვდი რომელ ლოკაციას ასახელებს ეს არ არსებობს მოქალაქე, რომელსაც არ მოხდეს ეს გულად და არ განიცადოს. ეს ჩემი შვილები მან დარზიან, მაგრამ რამოდენიმე წელიწადში უკვე 10 და 6 წლისამდე ისინი დაჟდნენ და არ მინდა. იმიტომ რომ მხოლოდ ჩემი შვილი. ძალიან საინტერესოა თქვენთან საუბარი სამწუხაროდ საეთერო დროს ძალიან ცოტა გვაქვს და ერთი წინადადებით რაღაც რეზიუმე გავაკეთოთ და მიმართეთ თუნდაც მაყურებლებს. მოგმართავ აი შენ ზუსტად ვინც მიყურებ ახლა. არ აქვს მნიშვნელობა კიდევ ერთხელ გამოვიდეთ სათხარ, როგორ ხარ, თავარია ახლა ამ წუთას მიიღო გადაწყვეტილება და საკუთარ თავს უთხრა, შენ შეგიძლია, შენ შეძლებ და აუცილებლად ყველაფერი გამოგივა. ირწმუნე საკუთარ თავის და ღმერთი არ ჩვენში. კი ბატონო, იმიტომ რომ საკუთარი თავის მეტი არავინ არ ყავს რეალურად. აბსოლუტურად. ყველაზე ახლო მეგობარ და ყველაზე დიდი პატრონი შენ ხარ საკუთარი თავის. ძალიან დიდი მადლობა. წიგნი იზრუნე საკუთარ თავზე. ემა რიტურელის წიგნი, რომელსაც გირჩევთ. ჩემი არავინ არ არის საერთოდ. არც არავის რეკლამას არ ვაკეთებ, უბრალოდ ჩემ პრაქტიკაში რაც გამოვიყენე და რაც ჩემმა კოლეგებმა, ჩემმა მეგობრებმა, ძალიან ბევრმა ადამიანმა გამოიგეს, კარგის მეტი არაფერი არ არის აქ და უბრალოდ გირჩევთ რომ წაიკითხოთ. დიდი მადლობა ჯანსაღი ჩვევების მენტორი და ინფლუენსერი ბონდო მამულაძე იყო ჩვენი სტუმარი. დიდი მადლობა გემშვიდობებით ჩვენ კი. დაგემშვიდობოთ, ჩვენ კი უნდა გავაგზავნოთ გადაცემა და ეხლა დილის წალღაში პირდაპირ ეთერში უნდა შემოგვერთნენ ჩვენი კოლეგები ილო შავიშვილი და თეუნა ზედანია რადიო ტალღებით. რადიო ჩვენს ეთერში.
გაზრდული სხეულის მომხიბვლელობა და შარმი. ყოველ სამშაბათს გადაცემა სილამაზის ფორმულა. მარიტასთან და სოფოსთან ერთად. სილამაზის ფორმულა. დილის რადიო სტუმარი. საინტერესო შეხვედრები, საინტერესო თემებზე. ფილმშვიდობისა კიდევ ერთხელ მივესალმებით რადიო მსმენელებს და დღეს უკვე პირველად ტელემაყურებელს წარმატებები მინდა გისურვოთ ყველას. ალბათ არ ვიქნებით ორიგინალურები, თუ აღვნიშნავთ, რომ მუზეუმების დანიშნულება დიდი ხანია გასცდა ექსპონატების შეგროვების, დაცვის და გამოფენების მოწყობის ტრადიციულ ჩარჩოს. 21 საუკუნეში მუზეუმების როლი საგრძნობლად გაიზარდა საგანმანათლებლო შემეცნობით პროცესებში და ამასთან ერთად მოიტანა ძიების და თანამშრომლობის ახალი მეთოდები და აქტივობები, რომელიც როგორც სკოლის, ისე სტუდენტებისთვის არის საინტერესო, სასარგებლო და არა მარტო. მუზეუმი და განათლება. ეს არის დღევანდელი გადაცემის სასაუბრო თემა. დილის რადიოს სტუმრები არიან იზოლდა დუმბაძე, რელიგიის მუზეუმის მმართველი და მეგი ტეტემაძე, მეբინობელების სახელობის ბათუმის ტექნოლოგიური მუზეუმის მმართველი. მოგესალმებით. მადლობა რომ ხართ ჩვენთან ერთად. და რა საგანმანათლებლო პროგრამები ხორციელდება დღეს თითოეულ მუზეუმში. მოგესალმებით კიდევ ერთხელ და განსაკუთრებით მივესალმები საგანმანათლებლო სფეროში ჩართულ ლექტორ-მასწავლებლებს და მოსწავლე ახალგაზრდობას და წარმატებულ სასწავლო წელს ვუსურვებ. რა თქმა უნდა, მე წარმოვადგენ ამჟამად რელიგიის მუზეუმს და სიამოვნებით აღნიშნავ, რომ ეს არის საქართველოში ერთადერთი მუზეუმი ამ ხასიათის და ეხმიანება ჩვენს ტოლერანტულ რეგიონს. მოგეხსენებათ, აჭარა ყოველთვის იყო მეწმოყოლებული მე-19 საუკუნის მეორე ნახევრიდან მრავალეთნიკური რეგიონი, ეს გამოიწვია ტექნიკურმა აღმავლობამ, რაზეც უფრო ალბათ მეგი ისაუბრებს, თუმცა ამ ტექნიკურმა აღმავლობამ გამოიწვია ეთნიკური მრავალფეროვნება და შესაბამისად რელიგიური მრავალფეროვნებაც. ამიტომ ჩვენ თამამად ვსაუბრობთ და ალბათ ლოგიკურიცაა, რომ აჭარაში გვაქვს ასეთი ხასიათის მუზეუმი. კავკასიაში საქართველო და მათ შორის ბათუმი განსაკუთრებით გამოირჩევა მრავალეთნიკურობით, მრავალრელიგიურობით და უკეთ ლოგიკურია, რომ ჩვენ ასეთი ხასიათის მუზეუმი გვაქვს. ახლა მუზეუმი თვითონ ორიოდე სიტყვით ვიტყვი, რომ გაიხსნა 2003 წელს, შემდეგ რეაბილიტაციაზე იყო გასული და 2023 წელს წარსდა ახალი კონცეფციით, ახალი ექსპოზიციით. და ახალი, რა თქმა უნდა, საგანმანათლებლო მიმართულებით. მე მოგეხსენებათ, ახლა რამდენიმე ერთი წელიწად არ არის, რაც აქ მოღვაწეობ, მაგრამ ჩემს მიერ მოხდა გადახედვა, ასე ვთქვათ, საგანმანათლებლო მიმართულების, რამდენიმე ახალი საგანმანათლებლო პროგრამა დავამატეთ, რაც არსებობდა იმას, ცოტა შევცვალეთ, ცოტა გამამრავალფეროვნეთ ეს საგანმანათლებლო პროგრამები. ახლა შეგვიძლია თამამად ახალ სასწავლო წელს შევხვდეთ გაახლებული საგანმანათლებლო პროგრამები. სულ რამდენი პროგრამაა და რა პროგრამებია, ესეც ძალიან მოკლედ რომ გითხრათ. რელიგიის მუზეუმში გახსნიდან იყო 3 საგანმანათლებლო პროგრამა, ეს არის სამყაროს შექმნა, რომელიც დაბალი ასაკობრივ ჯგუფზეა გათვლილი, შემდეგ ნაქარგობანი რელიგიაში და ძველი ბათუმის ისტორია. ეხლა ყველა საგანმანათლებლო პროგრამას ყოველთვის გაახლება ჭირდება რაღაცა, ან პრეზენტაცია, ან აქტიობის ნაწილში აუცილებლად, იმიტომ რომ მოგეხსენებათ, ეხლა 21 საუკუნის მუზეუმის ფორმულა ასეთია. დავინახე და მავიწყდა და არის ეს ჩამოყალიბე, გავაკეთე, გავიგე, მოკეთეს ჩინური ანდაზარი მორგებული და ძალიან კარგად პასუხობს. და მოგეხსენებათ, ეხლა ყველა საგანმანათლებლო პროგრამა უნდა იყოს მორგებული იმ 3 ტიპის მოსწავლეზე, რომელიც არსებობს კლასიკურად. ეს არის მოსწავლე, რომელიც ვიზუალურად ითვისებს რაღაც ინფორმაციას, ან სმენით ითვისებს და ან კინესთეტიკური აქტივობით. და მუზეუმი ძალიან კარგია, რომ ამ სამივეს აერთიანებს და ყოველთვის მოგებულია. ერთი ნოვატორი იყო ამ კუთხით, სათვალე. კი, ჩვენ ახლა მუზეუმები, სიპაჭარის მუზეუმში შემავალი მუზეუმები, რა თქმა უნდა, სიახლეებს ფეხს უდგავს, თანამედროვე მარტო არ არის საგანმანათლებლო პროგრამა, ლექციური ნაწილი.
არავის არ უნდა დღეს ლექციური ნაწილი მოსწავლე მოვა მეორეჯერ მესამეჯერ თუ ის რაღაცა დაიტვირთა სასიამოვნოთ გაერთო იქ სიამოვნებით სწავლა. ხო, კი ბატონო. და თან შენდება ეს ცოდნაც ძალიან სასიამოვნოთ. მასწავლებელი ყოველთვის მოგებულია კიდე და აი მუზეუმები თავაზობს სიახლეებს, მაგალითად ჩვენი ყველა მუზეუმი აღჭურვილია VR-სათვალებით. თუმცა აქაც თავისი წესები აქვს, VR-სათვალე 14 წლამდე არ შეიძლება ეს მისი მავნე რაღაცა მიმართულებაც აქვს. კი ბატონო, მე ყველა ჯანმრთელობის პრობლემა თუ აქვს სმენითი ესეც არ შეიძლება VR-სათვალე და რაღაცა მაინც ვიყენებთ რა თქმა უნდა, როცა საჭირო არის, როცა საშუალებას ვაძლევს საგანმანათლებლო პროგრამა და რა თქმა უნდა სურვილიც როცა არის. სიახლეებსაც ვნერგავთ, მოკლედ ეს მინდოდა მეთქვა. რაც შეეხება ახალ საგანმანათლებლო პროგრამას, ეხლა დავამტკიცეთ ჩვენ ქალთა სახეები ქრისტიანულ რელიგიაში. ეხლა მარტო ისე არ გამიგოთ, რომ რელიგიის მუზეუმში მხოლოდ ქრისტიანული რელიგიისზე კეთდება აქცენტი, არა. ჩვენ ვაკეთებთ ხშირად ვორქშოპებს, მასტერკლასებს, ან საგანმანათლებლო პროგრამებს, ან საჯარო ლექციებს, რომელიც ყველა რელიგიას პასუხობს. მაგალითად, თუ ავიღებთ მაგალითად მქონდა ამასწინათ ისეთი საკრალური სიმბოლოები რელიგიებში. ხომ არის ზოგი რელიგიაში კრიალოსანი მაგალითად რაღაცა დატვირთვა აქვს ზოგში, თესბესულძახიან ამას. აი ეს წარმართული პერიოდიდან მოყოლებული, აი გამოვეხმაურეთ მაგალითად ამ ასეთ რამებს. მეორე ახალი პროგრამა? მეორე ახალი პროგრამა გადმოვიტანეთ ჩვენ მოგეხსენებათ არქეოლოგიური მუზეუმი ახლა რეაბილიტაციაზე გავიდა და იქ ძალიან ბევრი საინტერესო საგანმანათლებლო პროგრამა ჰქონდა, რომელიც ნებისმიერ მუზეუმში შეიძლება გაგრძელდეს ახლა. არ ფუნქციონირებს, მაგრამ შეიძლება გაგრძელდეს. მით უმეტეს თუ გვაქვს ექსპონატი მუზეუმში, რომელიც გვაძლევს საშუალებას მივაბათ მას რაღაცა საგანმანათლებლო. ეს არის მოგზაურობა წარსულში, ასეთი საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც წყლის ტრანსპორტს ეხმაურება და ჩვენ გვაქვს გემი კოლხიდას მაკეტი რელიგიის მუზეუმში და იალქნიანი გემია ეს, რომელიც ძალიან კარგად პასუხობს ამ საგანმანათლებლო პროგრამას და ეს არის დაბალი ასაკობრივი ჯგუფისთვის განკუთვნილი საგანმანათლებლო პროგრამა. ძმები ნობელების მუზეუმში გადავინაცვლოთ, მე გიგისმენთ. მოგესალმებით კიდევ ერთხელ, მადლობა სამუზეუმო ასე ვთქვათ საგანმანათლებლო მიმართულებით დაინტერესებისათვის. ვლოცავ ახალ სასწავლო წლის დაწყებას საგანმანათლებლო სექტორებს და რა თქმა უნდა ჩვენს ასე ვთქვათ, იმიტომ რომ ჩვენთვისაც ნამდვილად მნიშვნელოვანია მაქსიმალურად ჩავერთოთ საგანმანათლებლო მიმართულებაში და მივცეთ თითოეულ ასე ვთქვათ აკადემიური საფეხურის წარმომადგენლებს საშუალება, რომ როგორც ქალბატონმა იზომა ახსენა, აქტიურად და სახალისოდ ჩაერთონ ჩვენს საგანმანათლებლო მიმართულებებში. ძმები ნობელების სახელობის ბათუმის ტექნოლოგიურ მუზეუმში გვაქვს ნამდვილად იმის შესაძლებლობა, რომ რამოდენიმე მიმართულებით ვამუშაოთ საგანმანათლებლო პროგრამები. ამ წუთას გვაქვს მიმდინარე 5 საგანმანათლებლო პროგრამა და ერთი აი ახალ სასწავლო წელს დავამტკიცეთ, ეს არის უსაფრთხო გზა სკოლისაკენ. გამომდინარე იქიდან, რომ მეც განუმეორდები, რომ სკოლის მოსწავლეებისათვის საკმაოდ მნიშვნელოვანია, რომ მათ კონდეთ იმის საშუალება, რომ გარდა თეორიული ცოდნისა მიიღო მაქსიმალური სიამოვნება ამ პროცესისაგან, იმიტომ რომ მუზეუმი არ ასოცირდეს მათთვის მხოლოდ და მხოლოდ ისტორიასთან და მათ ეს რეალობა გაიგონ მათივე ხელით შეხებით. ამისათვის ძალიან ასე ვთქვათ, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ შეიქმნას ისეთი საგანმანათლებლო პროგრამები, რაც უფრო მეტად აქტიური იქნება და მართლაც თუ სტატისტიკას გადავხედავთ, რეალურად მათი დაინტერესება უფრო მეტად მოდის აქ საგანმანათლებლო პროგრამასთან, რომელსაც ახლა ძალიან დიდი აქტივობები. აქედან გამომდინარე შევიმუშავეთ ზუსტად ეს ახალი პროგრამა, როგორც აღნიშნეთ, უსაფრთხო გზა სკოლისაკენ, იმიტომ რომ ამას ახლავს იმდენად დიდი აქტივობა, რომ ბავშვი პარალელურად იმისა, რომ სწავლობს თან საგზაო წესებს, მაგათაც რაც არის დიდი მიზანი ამ პროგრამისა, ამავდროულად თან აქტივობის სახით გადის ამ საგზაო ნიშნებს პატარა, რა თქმა უნდა, მცირე, რაც ჩვენს მუზეუმში არის მოსახერხებელი, მაგრამ ეს არის მისთვის შთამბეჭდავი ცოდნის მიმღები, რაც მთავარია და სახალისო. გარდა ამისა, ასევე აღსანიშნავი არის ის ფაქტი, რომ როგორც უკვე აღნიშნე, ყველა საგანმანათლებლო მიმართულების წარმომადგენლებისათვის გვაქვს შესაძლებლობა, რომ მიიღონ სამუზეუმო თეორია, ასე ვთქვათ, იმიტომ რომ ჩვენი სამუზეუმო მიმართულებები გავაცნოთ ამ პროგრამების სახით. გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ საზღვაო უნივერსიტეტის
უნივერსიტეტებთან. მათი სტუდენტები ჩვენი ძალიან ხშირი სტუმრები არიან და ასე ვთქვათ, ჩვენ ვქმნით გარდა მუდმივ მოქმედი საგანმანათლებლო პროგრამებისა საჯარო ლექციებს, რომლითაც მათ მიეწოდებათ ის უნიკალური ისტორიული ფაქტები, რომლებიც ვთქვათ არ არის ხელმისაწვდომი იმ წუთა საექსპოზიციო სივრცეში, არის ახალი შესაძლებელი ახალი კვლევებითაც კი შეიქმნას ეს საჯარო ლექციები და ეს დაინტერესება საკმაოდ დიდია მათი მხრიდან. აგრეთვე აღსანიშნავი ფაქტი არის და ძალიან საინტერესო, რომ მუზეუმები აქტიურად მუშაობს ვორქშოპებითა და მასტერკლასებით, როგორც უკვე აღნიშნა ქალბატონმა ისომ. გამომდინარე იქიდან, რომ ძალიან დიდი იყო მათი მხრიდან ამ მასტერკლასების დაინტერესება, ჩვენ გვქონია იმის შემთხვევებიც, რომ როდესაც ჩავუშვით ერთდღიანი ან ორდღიანი მასტერკლასი ნებისმიერი მიმართულებით, რაც გულისხმობდა ხელსაქმეს, ბუნებრივია, ეს გაგვიგრძელებია რამოდენიმე დღითაც კი. თან ჩვენ ტექნოლოგიური მუზეუმი გვაქვს უნიკალური სივრცე პლანეტარიუმის სახით, სადაც ეწყობა საგანმანათლებლო აქტივობები და მით უმეტეს ყველა ვიცის, რომ ნობელების მუზეუმში არის პატარა გალაქტიკა, სადაც შეძლებენ პლანეტების დათვალიერებას. დიდი მადლობა რომ იყავით ჩვენთან ერთად, წარმატებებს გისურვებთ. მუზეუმები და განათლება, ეს იყო დღევანდელი საუბრის თემა. ჩვენი სტუმრები იყვნენ იზოლდა დუმბაძე, რელიგიის მუზეუმის მმართველი და მეგი ტეტემაძე, ძმები ნობელების სახელობის ბათუმის ტექნოლოგიური მუზეუმის მმართველი. ტელემაყურებელს მემშვიდობებით, რადიო მსმენელთან მალე დავბრუნდებით, დაგველოდეთ. დავბრუნდით პირდაპირ ეთერში, მადლობა რადიოს, ჩვენ კი საინტერესო თემით ვაგრძელებთ გადაცემას. ჩვენ ამ კვირაში პირველად ვიწევს ამ რუბრიკის დაანონსება და გამოცხადება. მელანო ბალაძემ ახალი რუბრიკა დაიწყო, რომელიც ყოველ 4 შაბათს დღეს გავა დილის ტალღის პირდაპირ ეთერში და რუბრიკის სახელწოდება არის სკივრი. რევას ცქვიტინიძე, როგორც მას უწოდებენ, ესე ვთქვათ, გურიის უტყუარი მემატიანე წლების განმავლობაში ოპერატორად მუშაობდა. გურიაში მომხდარ მიმდინარე მოვლენებს აშუქებდა მისი არქივი, გარდა უამრავი ვიდეოებისა, 3000-ზე მეტ ფოტოსურათს ინახავს. ფოტოებზე აღბეჭდილი კადრი კი უამრავ საინტერესო ისტორიების მატარებელია. სწორედ ამ ისტორიებს მოგიყვებათ მელანო ბალაძე თავის რუბრიკაში სკივრი. თითოეული ნივთი, რომელსაც ადამიანი ინახავს, მისი ცხოვრების პატარა მუზეუმია. როგორია თქვენი ყოველდღიურობა, როცა თქვენ უყურებთ თქვენს ნამუშევარს, თქვენს მონაპოვარს, რასაც წლების განმავლობაში აკროვებთ? ესა ჩემი ყველაფერი. ძინავს, გამომეღვიძება, ამაზე ვფიქრობ, ხანდახან ავდგები, გამოვალ ავანთებ შუქს, იგი როგორ აიქა. თუ მაქვს, ხო არა მაკლია რამე. და ასე კონტროლში მყავს ყოველთვის იგი ყველაფერი. თქვენ ხართ თქვენი კუთხის, გურიის უტყუარი მემატიანე. მაგას მეუნებია. მაგას მეუნებია. ნამდვილად და რამდენი ხნის განმავლობაში აგროვებდით, იღებდით ამ ფოტოებს? ალბათ 30 წელზე მეტი. ფლეშკებზე მაქვს შენახული 2000-3000 წელი ფოტო, მაგრამ აქ არ დამედევად. აქ მე ვხედავ ესეთ მეულს, რომელსაც აწერია მამი და ჩემის ქორწილის საჩუქრების სია. გათხოვდა 23 წლის. ანუ რა არის ეს? მოდი თქვენ წაგვეკითხეთ. ეს არის მამი და ჩემის ქორწილის სია. საჩუქრები მოხონდათ, რომ მოდიოდა ხალხი, მეზობლები, ახლობლები, ვინც იყო, ვისაც რა გააჩნდა, იმას ჩუქნიდნენ. ზოგს ინდა იწერებოდა. იგი დაი კაცი, აჩუქებით ესე, შედა მეიტანე, ჩაწერდა შიგნით. შენა მეიდანე შენ ზოგს ჰქონდა დანაჩანგალი, ზოგს ჰქონდა, ზოგს ინდაური მოყავდა, ზოგს შტამბოვკის კაბა. თავართხილაძე ანიჩკა ფანელის სახალათე. შვენიერი საჩუქარია. კი. კაკრას შემოდგომა იყო და ზამთარი მოდიოდა და ფანელის სახალათე ისე თბილი იყო. ცქვიტინიძე შაშა, ასე უწერია, საშა. მამალი ინდაური. 2 კილო ყველი. თავართხილაძე ვასო სარკე. ახლა სარკე აგენ მაქვს, რომელიც 1928 წელში ბებიაჩემმა ზითებში მოიტანა ეს სარკე. 1928 სარკე მაშინ იყო ძვირფას საჩუქარი არა? კი. რამდენი წლის წინ იყო მამი და თქვენის ქორწილი? 65 წლის უკან, ანუ 70 შეიძლება. და როგორი იყო მაშინ ქორწილი გურიაში?
როგორი იყო და თუ ქონდა თუ ყავდა ცხენის საშუალება ხო გაი ცხენს შემოაჯირითებდა სიმღერა იყო გურული სიმღერებს ვღეროდნენ ცეცხლთან ცებდნენ მე მახსოვს ახლა სულ პატარა ვიყავი მაშხალა მომცა ბებიაჩი მაიყო რაც ხა მაფთულზე გაკეთებული მაშხალები იყო და რო გოუკიდებდი იმას ასე და ნა მიანათე მამიდაში მიანათე და ტიკე თვალში კინაღამ დუце თვალში თვალკარს ხო და გორწილის დღეს ხო გორწილის დღეს თანაც გორწილის დღეს დარჩებოდა ამდენი საჩუქარი ობლაკ აბა რა ეს ხდებოდა ყველაფერი მახარაძის რაიონში სოფელი ასკანა თქვენ იყავით ოპერატორი ძალიან დიდი ხნის განმავლობაში და გაქვთ უამრავი ვიდეო კამერა რომელთაც საინტერესო ისტორიებს იღებდით მოდით გაიხსენეთ რომელიმე საინტერესო ისტორია აი ამ კამერებით გადაღებული. როცა დავიწყე მე მუშაობა 1994 წელს მივედი და დამხდა ეს კამერა. შეიცვალა ჩვენი ოპერატორი მაშინ. თანაც შეწყვიტა ამ კამერა მუშაობა და გადავედით ვიდეო კამერას. იმ კაცთან მქონდა ურთიერთობა და ბევრჯერ მოუყოლია რომ მე ვერ ვეპარებოდიო ქალებს ჩაიში რო კრებდნენ. რახ ხმა ქონდა. ვინა? აი, მინ მოგვეპარა თა, აღანე. თითო და იძახებდნენ და გარბოდნენ. გურულად რო ვთქვათ, ჩაისო ჟვერავდითო. უხარისხო იყო ეს ჩაი და არაძლევდნენ ამის უფლებას. ხო და იღებდნენ ამას და მე აქვეყნებდნენ. მე ვიღებდი ჩვეულებრივად. გავაფრთხილებდით და აბა, ვიცოდი, ასე და იწყებდი კრეფს. აი ამ სივრცეში რომელია თქვენთვის ყველაზე გამორჩეული ფოტო? საინტერესო ისტორია. საინტერესო, აი ძველ ფოტოებშიცაა. და ახალ ფოტოებშიც მაქვს, როცა აი მწვერვალზე ავედით და ეგერ სამი ვართ ერთად, თან გვეშინოდა როცა მივდიოდით და თან გვინდოდა რომ მივეღწია წარმატება. ძალიან უმტოვს ეს ფოტო. ქალბატონი ალექსანდრა. ის იყო შემოქმედებითი ქალბატონი, კლუბში, სოფლის კლუბში მუშაობდა, ყავდა ანსამბლი. ერთ დღეს მივედი მასთან და ქალბატონო ალექსანდრა მეთქი, უკვე ძალიან ღმათ იყო მოხუცებული, სურათი, ფოტო მინდა გადაგიღო მეთქი და აი მე ვიჯო გადაიღე. თემურ ფაფერაშვილი იყო ასეთი ჩვენი რეჟისორი, რომელიც გვასწავლიდა და ეს ფოტო მოეწონა რაღაც სასწაულად და მე შენ ერთ რამეს გთხოვო ძალიან უმითხრა. რომ ამ ფოტოს გავუფრთხილდი ძალიან მაგრად. აი თქვენში ამჩინიეთ რომ მედი და მივხვდი რომ ხელოვნებასთან ახლო ხართ. მე ვფრთხილდები ამ ფოტოს. ერთი ქალი შემხდა, ყბა ქონდა ახეული. აი იჯდა. ერთი კბილი მქონდა და იგი საფერი. შეიძლება რიგამიჯდა და ამ შემოვლოდი ახლა აპერატი გადაუღეს. რა იყო ნენა? ნამეტანიკა ისანახავი ვარ ხო? თქვენ გაქვთ ერთი ძაღლის ორი ფოტოსურათი 17 წლიანი ინტერვალით. ხო? ნაპრალაზე მეუნე. დიახ. დარწმუნებული ვარ ჩვენს მაყურებელს ძალიან დააინტერესებს ეს ისტორია. ძალიან საინტერესოა სხვადასხვა. როცა პირველად მოვიდიოდი თაში მე ჩემს გულთან ერთად. ეს რომელ წლებში იყო? ეს იყო 97 წელი. მივდივართ მყინვარწვერზე და უნდა ავიდეთ მეტეო სადგურში, სადაც ღამე უნდა გავათიო და მე იქიდან უნდა გავავლეროთ გზა. მეგზური არ ყავს. ერთი კაცი შეხვდა მოხევე კაცი და რო გადაუხავდეთ ვინეს გავყვება მეთქი რაც გინდა გადახდა წაიყვანე ჩემი ძაღლი ნაპრალა ეუნება როგორ ნაპრალა ძაღლი როგორ წაიყვანო მეთქი და მაგან ყველაფერი იცის მიწევ და წაგვიყვანა სახში რომ მივედით არ დაგვთა ნაპრალა წაუყვანიათ უკვე წასულა თაში ეუნება და წამოვედით ახლა ჩვენ და რომა მოვედით გევიხედეთ რომ მოდიან ალპინისტები და წინ მორბის ეს დაგვინახა ჩვენ შეგვამჩნია ხო არ გვიცნობდა მოვეფერე ჩავეხუტე ავიყვანე ხელში სურათი გადავიღეთ მასთან რატო ქვია ამ ძაღლს ნაპრალა თურმე რომ მიდიოდნენ თაში გაქრა ეს ძაღლი და მოიხედენ და ალბათო დაბრუნდა უკან არადა ჩავარნილა ნაპრალში და ნაპრალის სიღრმე არის ზოგან 10 მეტრა 15 მეტრა მერე სხვა ალპინისტები მოდიოდნენ მეორე დღეს და ხმა გაიგონენ ძაღლს იმდენი უმუშავია ღამით გახურებულა რო არ გაყენული ხო და ამოიყვანეს ეს ძაღლი და ამის შემდეგ დაეთქვა იმას ნაპრალა 17 წლის მერე ხედავ გაზეთში აგერ იმავე ადგილას სადაც მე გადავიღე იქიდან ერთია 150-200 მეტრში აგერ ნაპრალა მაგრამ მოხუცი ძალიან მოხუცი და ზურგჩანთა გვერდზე აქვს ის წერაყინი გვერდზე აქვს ხო და განძნელია ხმამოს რო ყოფი ცრემლები წამომივიდა
მივხვდი რომ ცოცხალი აღარ იქნებოდა, იმიტომ 17 წელი გევიდა, მას მერე 1-4 წლის მაშინ იქნებოდა. ასე რომ ორთავე სურათი მაქვს, ის ახალგაზრდა ნაპრალა და მე ვიღაცის გადაღებული ძალიან მოხუცებული ნაპრალა. თან რა იყო ის საინტერესო თოქში იბამდე. მე არ ვიცი ასეთი ძაღლი თუ არსებობდა და შეიძლება ყოფილიყო ასეთი ჭკვიანი ძაღლი არ მეგონა. ცას ვერ გამოვეკერებით ვერავინ. და როცა დადგება ის დრო, მე ვის მივჭი, აგერ რომ არ დამიკარგოს. ნახოს საზოგადოებამ და მომავალმა თაობამ, რომელიც არ იცნობს იმ ძველ თაობას. აი ეს ამაზე ვოცნებობ და ამაზე ვფიქრობ გამოდმე. საინტერესო ისტორიებით მელანო ბალაძის რუბრიკა იყო სკივრი. მადლობა მელანა, ჩვენ კი ვაგრძელებთ გადაცემას. ცხელი ყავა მივირთვით დილიდან, ახლა დრო არის ცივი ყავის რეცეპტი გავიგოთ და სამზარეულოში შევიხადოთ. ქეთა თხილაიშვილი ცივი ყავის თავისეულ რეცეპტს გაგვიზიარებს. რუბრიკაში შენი კერძი. გამარჯობა, მე ვარ ქეთა თხილაიშვილი. მოგემზადეთ დღეს განსაკუთრებულად გემრიელად ყავას. დაგჭირდება შესქელებული რძე, ჩვეულებრივი რძე, ცივი წყალი, ყავა, ოღონდ ხსნადი ყავა, ასევე დაგჭირდება ყინულები და ბლენდერი. რა თქმა უნდა, ესეთი საყვარელი ჭიქა, რაშიც შემდეგ ამ ყავას ჩავასხოთ. პირველ რიგში ბლენდერს მოვხსნათ ძირი. ჩავყაროთ 2 ჩაის კოვზი ყავა. ახლა დავუმეტოთ ოდნავ წყალი. ოდნავ ამოვუღიოთ კოვზით. გადავიტანოთ ცოტა შესქელებული რძე. შესქელებული რძე ამ შემთხვევაში საქრის ფუნქციასაც ასრულებს. აი ასე. ახლა დავახუროთ თავსახური. გადმომატრიალოთ და ავუღიოთ. ესეც ასე, ყავა მზად არის. ეს ახლა უნდა გადავიტანოთ ჭიქაში. და დავუმატოთ ესეთი პატარა 1 ჭიქა რძე. თუ რძე არ გიყვართ, შეგიძლიათ უბრალოდ წყლითაც გააზარდოთ. სილამაზისთვის მოვაყაროთ ცოტა ყავის ფანტელები. ახლა ამას კარგად ავურიოთ, რომ გაიხსნას რძეც და დავაგებინოთ. რა თქმა უნდა, გემრიელესია. არის ძალიან კომბინირებულად ტკბილი, არც გადაზრდებულად, არც უშაქრო არის, ძალიან გემრიელია მართლა. ეს შესქელებული რძეც ძალიან მოუხდა, ამიტომ ეს უმარტივესი რეცეპტი აუცილებლად სცადეთ, აუცილებლად მომზადეთ. მე კი მომდევნო რუბრიკამდე დაგემშვიდობებით კეთილის სურვილებით. ნახვამდის. დავბრუნდით, მადლობა ქეთას და ჩვენ პრინციპში შეგვიძლია ახლა შევიხედოთ ინტერნეტ სიახლეებში და გადავხედოთ იმ მთავარ ამბავს, რომელიც ხვალ არის დაგეგმილი. დემნა გვასალიას სადებიუტო ჩვენება დღეს, მე მგონი თუ ხვალ, არა, 25-შია დაგეგმილი მილანის მოდის კვირეულის ფარგლებში შედგება, ასევე დაგეგმილია დემნას გუჩის პირველი სარეკლამო ფილმის პრეზენტაცია, რომელშიც როგორც ცნობილია, დემი მური მონაწილეობს.
და მოკლედ ძალიან ემზადება დემნა მთელი თავისი შემოქმედებითი ჯგუფით დღევანდელი ჩვენებისთვის ძალიან მიხარია რომ გუჩის ოჯახს შევუერთდით, ჩემთვის დიდი პატივია წვლილის შეტანა სახლის წარმატებაში, რომელსაც ღრმად ვცემ პატივს და დიდი ხანია ვეთაყვანებიო განაცხადა დემნამ და სხვათა შორის ერთ-ერთ ინტერვიუში Women's World Daily-ს მისცა ინტერვიუ და იქ განაცხადა აი ესეთი რაღაც თქვა რომ რატომ მოვიდოდი გუჩიში იმის გასამეორებლად რაც უკვე გაკეთებული მაქვსო ზედაპირულია ჩემს მიმართ მსგავსი მოლოდინის ქონა ვინც ასე ფიქრობს მართლა ვერ ერკვევა ჩემს შემოქმედებით ბუნებაში თუ ვინმე მოელის რომ მე აქ დიდი ზომის ბომბერებს გავაკეთებ ჯიჯი მონოგრამით ეს იმის ნიშანია რომ დღემდე ვერაფერი გაიგეს ჩემზეო აი ესეთი რამ თქვა ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში დემნას ასე რომ მოუთმელად ელოდება სრულიად მოდის სამყარო დღევანდელ ჩვენებას კი მოკლედ მე სოციალურ ქსელში აქტიურად ვარ გუჩის ოფიციალური გამომწერი ოფიციალური ვებსაიტის და ყველაფერი წაიშალა და შემდეგ ძველი ყველაფერი წაიშალა უკვე ფოტოები და ну ზოგადად კი იცი Instagram-ს რთულია მუშაობა, როდესაც ესე ალგორითმს ურევ, ესე ვთქვათ, გაქვს რაღაცა კონტენტი, შემდეგ შლი და ახლიდან ტვირთავ ახალ ფოტოებს. და ქონდა მილიონობით ნახვები ამ ფოტოებს და ნუ რა თქმა უნდა კომენტარებიც იყო შესანიშნავი, ყველას მოეწონა ახალი განახლებული გუჩი. ხო, იმიტომ იყო განცდა იმისა, რომ ესე იგი როგორც Balenciaga-ს ხაზია, ეს დიდი ზომის oversize, ტანსაცმელი, ცოტა მუქი ფერები და ასე შემდეგ, დემნა ამ ყველაფერს გადმოიტანდა გუჩიში, თუმცა მან კატეგორიულად განაცხადა, რომ გუჩის ხაზს არ გავსწრები, რა თქმა უნდა, საკუთარ შტრიხებს და საკუთარ იდეებს შევიტან ამ ყველაფერში, მაგრამ აი მთავარ იდეას, რაც არის გუჩის იდეა არ გავსწდებიო და მოკლედ მოდის კრიტიკოსები ფიქრობენ რომ ეს იქნება გუჩის ისტორიაში ახალი სიტყვა სწორედ დემნას ხელმძღვანელობით. კი. ეხლა კი თბილისის დროით ზუსტად 10 საათი შესრულდა და უნდა გავიგოთ რა ხდება საქართველოში და საქართველოს ფარგლებს გარეთ. პირდაპირ ეთერში ჩვენი კოლეგა სოფო ხელაძე შემოგვიერთდება სოფო დილამშვიდობისა. დილამშვიდობისა ანა დემე 10 საათზე ახალ ამბებს მოგიყვებით. გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტი დონალდ ტრამპის სახელით გამართულ მიღებას დაესწრო. შეერთებულ შტატებში საქართველოს ელჩის ინფორმაციით მიღების ფარგლებში მიხეილ ყაველაშვილს კომუნიკაცია ჰქონდა დონალდ ტრამპთან და მიღებაზე მყოფ სხვადასხვა ქვეყნის ლიდერთან. გაეროს გენერალურ ასამბლეაზე საქართველოს პრეზიდენტი სიტყვით ხვალ გამოვა. საქართველოს პრეზიდენტი დაესწრო დონალდ ტრამპის მიწვევით ოფიციალურ მიღებას. ეს ღონისძიება გაიმართა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის და პირველი ლედის სახელით. აღსანიშნავია, რომ ამ მიღების ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტმა საზეიმო შეხვედრა კომუნიკაცია გამართა დონალდ ტრამპთან. ასევე მინდა ხაზი გავუსვა იმ გარემოებას, რომ ამ ოფიციალური მიღების ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტი შეხვდა ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მაღალი რანგის წარმომადგენლებს. ეს კომუნიკაცია იყო მეგობრული, პოზიტიური გზავნილებით. გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ბულგარელ და სერბ კოლეგებს შეხვდა. ასევე შეხვდა საფრანგეთის, ევროპისა და საგარეო საქმეთა და ხორვატიის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრებს. მხარეებმა განიხილეს ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგის მნიშვნელოვანი საკითხები და მათი გაღრმავების პერსპექტივები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო შავი ზღვის როლს არა მხოლოდ უსაფრთხოების, არამედ ტრანსპორტის, კომუნიკაციებისა და ენერგეტიკის სფეროებში თანამშრომლობის მიმართულებით. საქართველოს ევროინტეგრაციაც განხილვის ერთ-ერთი მთავარი საკითხი იყო, გამოითქვა იმედი, რომ ევროკავშირთან ურთიერთობები ჩვეულ დღის წესრიგს დაუბრუნდება. ხაზი გაისვა საფრანგეთის მხრიდან ამ პროცესის მხარდაჭერის მნიშვნელობას. მინისტერიალში, რომელიც ლუქსემბურგში იგეგმება, საქართველოს ელჩის დონეზე არ მიიღებს მონაწილეობას. ელჩის დონეზე მიწვევა მიუღებელი და გაუგებარია. ამის შესახებ საქართველოს საგარეო უწყება აცხადებს. განმარტავენ, რომ მინისტერიალში საქართველოს ელჩის დონეზე მიწვევა არასერიოზულ დამოკიდებულებაზე მიუთითებს და წარმოადგენს კიდევ ერთ მცდელობას ევროკავშირის ღონისძიებებზე საქართველოს მოწვევის საკითხი გამოიყენონ პოლიტიკური სპეკულაციებისთვის და რადიკალური დღის წესრიგისა და პოლარიზაციის დასახალისებლად.
მორგი გამოკითხვა ეგრეთ წოდებული საბოტაჟის საქმეზე პროკურატურაში ამჯერად საქველმოქმედო ფონდ ნანუკას ფონდის დამფუძნებელს ელოდებიან. ცნობილია, რომ ნანუკა ჟორჟოლიანი საგამოძიებო ორგანოში მისვლას აპირებს საქმეზე გამოკითხვები უკვე თითქმის 1 თვეა მიმდინარეობს. ამ პერიოდის განმავლობაში ჩვენება სამოქალაქო სექტორის არაერთმა წარმომადგენელმა მისცა. გუშინ პროკურატურაში ნიკა გელავურის ფონდის პროსპერიტის დირექტორი ჯაბა გაბუნია იმყოფებოდა. ქართული ოცნების ქვემო სამგორის მაჟორიტარობის კანდიდატი ზაქარია ციკლაური ქინძმარაულის ქუჩის მცხოვრებლებს შეხვდა და საკუთარი 4 წლიანი სამოქმედო გეგმის პრიორიტეტებზე ესაუბრა. ადგილობრივებმა კანდიდატს მათ საჭიროებებზე გაუმახვილეს ყურადღება. მოსახლეობა ითხოვს ახლად რეაბილიტირებულ გზაზე მწოლიარე პოლიციელების მოწყობას და ასევე გთხოვეს, რომ აქ არსებული ეკლესიის მიმდებარედ მოვაწყოთ ახალი რეკრეაციული სივრცე. აქ არის საკმაოდ მოძველებული კორპუსები, ორსართულიანები, რომლებიც შესამოწმებელია სავარაუდოდ, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ეს კორპუსი იმდენად მოძველებულია, რომ შეიძლება ავარიული იყოს და კანდიდატი დაპირდა, რომ ეს იქნება შესწავლილი და შეიძლება აქაც გაკეთდეს ის პროგრამა, რომელიც სწორედ სამგორში დაიწყო. ძალიან პოზიტიური განწყობა ზაქროს მიმართ. ის აქაურია, დაიბადა, გაიზარდა როგორც ადამიანი, როგორც საჯარო მოხელე, როგორც პოლიტიკოსი, როგორც თბილისელი. შესაბამისად, მართალია მას პრობლემა არ ექნება არჩევასთან დაკავშირებით, თუმცა ჩვენი მიზანი გახლავთ ის, რომ მაქსიმალური მობილიზება იყოს. ამერიკის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ კრემლი გააფრთხილა, რომ დონალდ ტრამპის მოთმინება უკრაინაში კონფლიქტის დასრულების მიმართ უსასრულო არ არის და თქვა, რომ დადგება დრო, როდესაც ტრამპი მიმდინარე აგრესიისთვის ფასს დააწესებს. რუბიომ ეს განცხადება გაეროს უშიშროების საბჭოში მას შემდეგ გააკეთა, რაც ტრამპმა გაამკაცრა თავისი პოზიცია მოსკოვის მიმართ და თქვა, რომ მისი აზრით კიევს შეეძლო ყველა ოკუპირებული მიწის დაბრუნება და რომ უკრაინამ ახლავე უნდა იმოქმედოს, რადგან რუსეთი დიდი ეკონომიკური პრობლემების წინაშე დგას. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამ განცხადებას დიდი ბიძგი უწოდა. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ტრამპი თანამთანობით მიხვდა, რომ პუტინი მას ატყუებდა. ნიუ-იორკში გაეროს შტაბ ბინასთან ირანის მთავრობის მოწინააღმდეგეებმა საპროტესტო აქცია გაამართეს და გაეროს ყოველწლიურ გენერალურ ასამბლეაზე ირანის პრეზიდენტის დაგეგმილი სიტყვით გამოსვლა დაგმეს. დემონსტრანტები სკანდირებდნენ ლოზუნგებს დემოკრატიული თავისუფლება ირანს, ზირს ტირანია და ირანის დროშებს აფრიალებდნენ. ისინი აპროტესტებდნენ პეზეშკიანიას ნიუ-იორკში ჩასვლას და აცხადებენ, რომ იგი არ არის ირანელი ხალხის ნამდვილი წარმომადგენელი. აქციის ორგანიზატორი ამერიკაში ირანელთა თემების ორგანიზაცია. სამხრეთ ეკვადორში ბანდების დაპირისპირება ციხის გუნდში გადაიზარდა, რომლის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა და კიდევ 14 დაშავდა. განაცხადა ადგილობრივი პოლიციის უფროსმა. საპორტო ქალაქ მაჩალაში პატიმრები ციხის ადმინისტრაციას დაუპირისპირდნენ, მოკლეს დაცვის ერთი თანამშრომელი, ხოლო ოფიცრები გაიტაცეს. ეკვადორის პოლიციის განცხადებაში ნათქვამია, რომ რამდენიმე პატიმარი გაიქცა და ამ დროისთვის 13 დაკავებულია. ოფიცრებმა შეერაღებულ პატიმრებს, რომლებმაც გაქცევა და საქმების ბლოკზე კონტროლის შენარჩუნება სცადეს, წინააღმდეგობა გაუწიეს. ხელისუფლების წარმომადგენლების თქმით, ძალადობა ბანდების ლობოსისა და სარბოქსის წევრებს შორის დაპირისპირების შემდეგ დაიწყო, რომლებსაც პოლიცია კრიმინალურ ორგანიზაციებს უწოდებს. ეკვადორში ბოლო წლებში ციხეებში ბუნტების შედეგადაც ასობით პატიმარი დაიღუპა. ამერიკის პირველმა ლედი მსოფლიო ქვეყნებს მოუწოდა შეუერთდნენ გლობალურ კოალიციას, რათა უზრუნველყონ, რომ ყველა ბავშვს შეეძლოს გავითარება ციფრულ ეპოქაში. მელანია ტრამპმა განაცხადა, რომ კოალიცია, რომელსაც ის მომავლისთვის ერთობლივ ხელშეწყობას უწოდებს, ვალდებულებას იღებს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების საშუალებით უზრუნველყოს ბავშვების კეთილდღეობა და განათლება. კოალიციის შემადგენლობაში იქნებიან მთავრობის მეთაურების მეუღლეები. მელანია ტრამპი გლობალური კოალიციის საინაუგურაციო შეხვედრას თეთრ სახლში 2026 წლის პირველ კვარტალში უმასპინძლებს. ბათუმში დასრულდა ტურისტული ფესტივალი განდაგანა ევროპის მოედანზე სახელდახელოდ მოწყობილ სცენაზე ათეულობით ადგილობრივმა და მოწვეულმა ანსამბლებმა და ჯგუფებმა კონცერტი გამართეს. წარმოდგენილი იყო ეთნოგრაფიული, ისე კულინარიული ნიმუშები. ადგილობრივ მეწარმეებს გამოფენილი ჰქონდათ სხვადასხვა სახის ხელნაკეთი და საწარმოო ნიმუშები, რომელთა გამოფენა გაყიდვა სპეციალურ პავილიონებში იყო მოწყობილი. როგორც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში აცხადებენ, წლევანდელი ფესტივალი წარმატებული იყო და მას ათასობით ადგილობრივი და სხვა ქვეყნის ვიზიტორი სტუმრობდა. ძალიან მოსაწონია, ძალიან მოგვეწონა და სამხიარო რა. კარგია, ყველაფერი კარგია და რაც უფრო მეტი ესეთ ფესტივალები იქნება, ყველაფერი კარგად იქნება ჩვენ ქვეყანაში.
ილოცავს ყველას, ყველა ბათუმელს, ყველა ქართველს, ყველა აქ ჩამოსულს უმოხმარებს. ჩვენ ვართ სანაყინე ბურატინოს წარმომადგენლები, წელს ძალიან მასშტაბური და ძალიან კარგი ფესტივალი გამოვიდა ნამდვილად და მოხარულები ვართ, რომ ვიღებთ მონაწილეობა სტარტაპერებისთვის. ეს ძალიან დიდი წინსვლაა და წარმატება. განდაგანას ფესტივალი არის ზღაპრული მოგონება, ზღაპრული ფესტივალი. ხალხისთვის, თვითონ ტურისტებისთვისაც ალბათ, იმიტომ რომ თვითონ არიან დაინტერესებული და ჩვენ ხალხისთვის, ვინც მეწარმეები არიან, ვინც რაღაცა შეუძლია საოჯახო ბიზნესი აქვს და არ აქვს დიდი თანხები, რომ დიდი ბიზნესი აწარმოოს, ეს არის იმ რაღაცა სასწაული. ძალიან კარგი, ძალიან. ჩემთვის მაგალითად ძალიან გუშინდელი და დღევანდელი დღე იყო ძალიან წარმატებული. ერთი 35-40 ჩანთიდან 5-6 წელზე ვარ ჩამოსული. შეიძლება ითქვას, რომ ფესტივალი განდაგანას შედგა 2 დღის განმავლობაში. ერასმოვედანი იყო მაქსიმალურად ფერადი ემოციებით დატვირთული. პროგრამა იყო მრავალფეროვანი. 2 დღის განმავლობაში მაყურებლის წინაშე წარსდგა როგორც ადგილობრივი, ასევე მოწვეული ბენდები. სივრცე იყო თემატურად დატვირთული. წარმოდგენილი იყო კულინარიული სივრცე, ეთნოს სივრცე, ასევე რეწვის ოსტატები იყვნენ წარმოდგენილი. რა თქმა უნდა, როგორც მოსალოდნელი იყო, ველოდებოდით ვიზიტორებს, ადგილობრივ და იყო ხალხმრავლობა და შეიძლება ითქვას, რომ ფესტივალი განდაგანას შედგა და ემშვიდობება ადგილობრივებს და ვიზიტორებს მომავალ წლამდე. ასეთი იყო ახალი ამბები 10 საათისთვის. დილის ტალღას უთმობთ ახლა ისევ ეთერს. დავბრუნდით ეთერში, მადლობა. სოფო, ჩვენ კი უნდა გავაგრძელოთ ახლა გადაცემა და ანონსი დრო მოვიდა ჩვენს ეთერში. დასკვნითი ნაწილის ანონსი ვნახოთ და მალე დავბრუნდებით. გზა გამარჯვებამდე როგორ დაამარცხა სიმსივნე და როგორ დაუბრუნდა სცენას მომღერალი თათია კობალაძე. სულ მალე ჩვენი ეთერიდან გაიგებთ. გადაცემას კი თათიას შესანიშნავი კომპოზიციით Storms of Destiny დავასრულებთ. დავბრუნდით ეთერში. დემეტრეს ტელეფონი აქვს დამაყურე. მოკლედ შევახსენოთ მაყურებლებს, რომ თქვენ უყურებთ გადაცემა დილის ტალღას და ჩვენ ამ გადაცემის წამყვანები ანა შამლაძე და დემეტრე ზოიძე ვართ. ახლა ჩვენი კიდევ ერთი არაჩვეულებრივი კოლეგა უნდა შემოგვიერთდეს. ახალი საგამოფენო სივრცე ემატება ჩვენს ქალაქს, გალერეა ჩიგოგიძე. დღეს 6 საათზე გაიხსნება და პირველ გამოფენაზე იქნება ქართველი მხატვრების ნამუშევრები წარმოდგენილი. ამ თემაზე სლად იმუშავა ჩვენმა კოლეგა ანა ჟოჟაძემ და იგი ახლა პირდაპირ ეთერში ყავს საგამოფენო სივრციდან. ანი დილამშვიდობისა. დილამშვიდობისა, დემი ანა, მოგესალმებით და მივესალმებით დილის ტალღის ერთგულ მაყურებელს, ყველას ენერგიულ და პოზიტიურ დღეს გისურვებთ. საინტერესო სიახლეა ჩვენს ქალაქში, დიახ, რაც უკვე თქვი ანა, ახალი თანამედროვე საგამოფენო სივრცე გაიხსნა, რომელიც დღეს ოფიციალურად უკვე 6 საათზე გაიხსნება და მოკლედ ვიზიტორებს საშუალება ექნებათ, რომ ნახონ ადგილობრივი ქართველი მხატვრების ნამუშევრები. აქ არის 2 დარბაზი, ერთ დარბაზში ასევე მოეწყობა პერსონალური გამოფენა მხატვარ ოლეგ ტიმჩენკოს და სხვათა შორის მინდა ვთქვა, რომ ბათუმში პირველად ტარდება ამ მხატვრის პერსონალური გამოფენა, ასე რომ ვფიქრობ, ჩვენს მაყურებელს დაინტერესებულ პირებს, ვინც 6 საათიდან მოვა აქ, ძალიან საინტერესო და სასიამოვნო საღამო ელოდება. ჩვენთან ერთად დილიდან იმყოფება საგამოფენო სივრცის კურატორი ხატია ზაქარიაძე და მასთან ერთად მოკლედ უფრო ვრცლად ვისაუბრებთ, როგორც გალერეის სამომავლო გეგმებზე, ისე ზოგადად მხატვრობასა და ხელოვნებაზე. დილამშვიდობისა ხატია, მადლობა რომ დაგვითმეთ დრო. ვფიქრობ, არასდროს არ არის ზედმეტი ქალაქში ახალი თანამედროვე საგამოფენო სივრცე, პირიქით დანაკლისსაც კი განიცდიან ხელოვანი ადამიანები, მსგავსი სივრცეები, სადაც შეძლებენ, რომ თავიანთი ნამუშევრები აჩვენონ ფართო საზოგადოებას. როგორ ფიქრობთ, ეს კონკრეტული საგამოფენო სივრცე რა ნიშას შეავსებს ჩვენი ქალაქის კულტურულ ცხოვრებაში? ყველაფერი თქვით, რაც მინდოდა მეთქვა. მხოლოდ ის დამიტოვეთ სათქმელი, რომ იცით რა არის, ძალიან ითხოვდა, მართლა ითხოვდა ქალაქის სივრცე, სადაც ხელოვანი მოვიდოდა და თავის ნაყოფს გაუზიარებდა მაყურებელს, თაყვანისმცემლებს. მე ასე ვარ პირადად, აი ბათუმელი მხატვრები დღეს ვინც არის წარმოდგენილი და მხოლოდ ესენიც არა, ბევრი ბათუმელი მხატვარი თანამშრომლობს ჩვენ გალერეასთან.
აი ყოველ დღე გარწყნებული თვალებით ველოდები, აი ეხლა რას შექმნიან, აი და ჩემნაირი ძალიან ბევრია და ვინც არ არის კიდე რაღაცა გადმოყავს ჩვენს მხარეზე, იმიტომ რომ ხელოვნება რაღაცა ხელოვნება არის ბედნიერება. მეტი არაფერი, აი ცხოვრებაში თუ რამე არსებობს ლამაზი, მე მგონია რომ ხელოვნებაა და რა ვიცი, გვინდა რომ აი ამ სივრცეში ბევრი სილამაზე, ბევრი სიკეთე იყოს და არ არის ნამდვილად ზედმეტი პირიქით ძალიან საჭიროა თან იმის გარდა რომ ჩვენ აქ გამოფენებს შემოთავაზებთ ხალხს აუცილებლად გვექნება მხატვრებთან შეხვედრები გაიცნობს ხალხი უშუალოდ მხატვარს ლექციები გვინდა ანუ ბევრი აქტივობები გვაქვს დაგეგმილი და ნახოთ აბა ყველაფერი კარგად იქნება კონკრეტულად დღევანდელი გამოფენის კონცეფცია როგორ შეირჩა და საინტერესოა როგორ შეირჩა თავად ის მხატვრები ვინც მონაწილეობს და ზოგადად ვის ნამუშევრებსაც იხილავს ვიზიტორები მოდი მაშინ ესე ვიტყვი ესე იგი გალერეა ჩიგოგიძე თავის საქმიანობას ორი საგამოფენო დარბაზით იწყებს ესე იგი პირველ დარბაზში წარმოდგენილია ჩვენი ბათუმელი ადგილობრივი მხატვრების გამოფენა. აი მეორე დარბაზში, სადაც ახლა ჩვენ ვიმყოფებით, ბატონი როგორც ახსენე, ბატონი ოლეგ ტიმჩენკოს გამოფენა და ეს ძალიან დიდი საჩუქარია ბათუმელი მაყურებლისთვის, იმიტომ რომ ოლეგ ტიმჩენკო უკვე ნათქვამია ყველაფერი და ხო ბათუმში მყოფებს საშუალება ექნებათ რომ პირველად იხილონ მისი პერსონალური გამოფენა. და ხო და ესე მხატვართან კონდეთ შეხება და აი ამ რაოდენობის ენერგია გაიზიაროს, არ ვიცი, მე ვფიქრობ, რომ ძალიან დიდი საჩუქარია და საინტერესოა სამომავლოდ თქვენ ახსენეთ, რომ იგეგმება ლექციები, არტ პერფორმანსები ალბათ იმისთვის, რომ უფრო მრავალფეროვანი იყოს გალერეაში მოსვლა და ზოგადად ვიზიტორებმაც უფრო მეტი ინფორმაცია წაიღონ აქედან. საინტერესოა ზოგადად სამომავლოდ თუ იგეგმება ახალ ბედამხატვრების მხარდაჭერა, მაგალითად ისეთი ადამიანების, ვინც პირველ ნაბიჯებს დგამს, ან საერთოდ არ იცნობს მათ ფართო საზოგადოება, ამ მხრივ თუ არის გაწერილი რაიმე სახის გეგმა, ან სამომავლო გეგმებში თუ მოიაზრება მსგავსი გამოფენები. ჩვენი გალერეის არსებობა უკვე იმას ნიშნავს, რომ ყველასთვის კარგია, ყველა ხელოვანს შეუძლია მოვიდეს ჩვენთან და ითანამშრომლოს. ასე რომ პირიქით ჩვენ ვეძებთ ახალ ტალანტებს, ჩვენი როგორც ვახსენე, მოკლედ ყველა შეუძლია მოვიდეს ჩვენ მზად ვართ უმასპინძლოთ ყველას. დღეს 6 საათზე იქნება ოფიციალური გახსნა, როგორც უკვე ვახსენეთ და კონკრეტულად ეს გამოფენა რამდენი დღე შეიძლება რომ ნახოს ვიზიტორმა, ვინც მაგალითად დღეს ვერ მოასწრებს მოსვლას. ხო, ესე იგი დღეს 24 სექტემბერს 18 საათზე და 00 წუთზე გაიღება ჩვენი კარი პირველად და გიმასპინძლებთ ყველას, ვისაც სურვილი ექნება. ერთი თვის განმავლობაში იქნება ჩვენი ექსპოზიცია წარმოდგენილი როგორც პირველ დარბაზში, ასევე მეორე დარბაზში. ძალიან დიდი მადლობა წარმატებებს გისურვებთ. დარწმუნებული ვარ, რომ ბევრი ადამიანი მოვა. ეხლა მინდა გადავინაცვლო თავად მხატვარ ოლეგ ტიმჩენკოსთან. დილომშვიდობისა, მადლობა რომ დაგვითმეთ დრო. როგორც უკვე მივხვდი, ამ დარბაზში თქვენი ნამუშევრებია წარმოდგენილი. საინტერესოა როგორ შეარჩიეთ, თუ რა ნამუშევარს იხილავდა დღეს ვიზიტორები და ალბათ საინტერესო იქნება რომელიმე ნახატთან გავჩერდეთ და თუ რაიმე საინტერესო წინაპირობა ან ისტორია ახლავს, გავუზიაროთ მაყურებელს, თავად შეარჩიეთ ნამუშევარი. ან ნახატებთან. ეს არის ისეთი თემა. მე შევარჩიე, ამიტომ ის დარბაზის გამომდინარე, იმიტომ რომ წინასწარ სპეციალურად ჩამოვედი ვნახე სივრცე, იმიტომ რომ არ ვიცოდი რისი გამოფენა შეიძლება და აი მქონდა, ნუ არ არის პატარა ზომები, დიდი ზომებია. მაგრამ მეგონა რომ არ დაეტევა, მაგრამ მე კარგად დაეტია და კმაყოფილი ვარ. ხო და თავარია და ისე და ეგ არის თემა, არის მაინც უფრო ციხება, იმიტომ რომ ეს 2 წლის მქონდა გამოფენა დიდი. იყო 64 სურათი, ძალიან დიდი გამოფენა იყო. ეგ არის პატარა ნაწილი იქიდან, მაგრამ მაინც ჩანს ეს სამყარო და კონკრეტულ ნამუშევარს რომ მოგიყვეთ, ყველას თავისი ისტორია აქვს, რა თქმა უნდა, მაგრამ აი ალბათ აი საინტერესო ისტორია აი ამ დათრს თუ გინდათ მოგიყვებით. აი ეს ჯამბაზი ეგ არის გრიმის გარეშე. აი ეს დავხატე. და ამის გამოფენა მქონდა თბილისში, ერთი ნამუშევრის გამოფენა, ვერნისაჟ გალერეა ეგეთი თბილისში. მქონდა ერთი ნამუშევრის გამოფენა, გალერისტმა ეს მთხოვა ესეთი კონცეფცია ჰქონდა, აი ცარიელ დარბაზში მარტო ეს თავი იყო და აი ისე დაიჭირა სივრცე. მე ძალიან კმაყოფილი ვიყავ, იმიტომ რომ
როცა ბევრი სურათია, მაინც ყურადღება გეფანტება და როცა ერთია კონკრეტული სხვანაირად უყურებ, სხვა და საკმარისი აღმოჩნდა გამოფენისთვის. როგორ ფიქრობთ ზოგადად ქართულ ხელოვნებას რა აკლია და რას ეძებს მაყურებელი ვიზიტორი, როდესაც მოდის და უყურებს მხატვრის ნამუშევარს, რას ეძებს მასში ვიზუალს, რაღაც პასუხებს სხვადასხვა სოციალურ პრობლემებზე თუ რაიმე სხვას კიდე? ნუ რა აკლდება, მე ვერ ვიტყოდი რომ რამე აკლდება, იმიტომ რომ მე ახლა რო გითხრათ ქართული ხელოვნება ვიცი კარგად და აქ უნიჭერესი მხატვრები არიან მართლა, მე მიყვარს ეს მხატვრები ძალიან ბევრი, აი და მე შემიძლია თავად თქვა რომ აი უცხოეთში ხო ნანახი მაგ აი ფერწერა რასაც ქვია ფერწერები საქართველოში ფერწერა ძალიან მაღალ დონეზე დგას აი როგორც ფერგზნობა ეს ექსპრესია ხო შინაგანი ემოცია აი მე მსგავსი არ მინახია აი არ ვიცი როგორ გითხრათ ну აკლია რა შეიძლება უფრო აკლია რა ისეთ ისა მასშტაბი და გაქანების საშუალება ის რატომაც მატერიალურ ხარისსაც ეხება იმიტომ რომ არ არის ადვილი რომ გააკეთო რაღაცა ისეთი თანამედროვე ხელოვნებაში როცა არ არის ჩადებული რაღაცა ფინანსები თუ გამორიცხულია და კამერული ფერწერა ძალიან მაღალ დონეზე საქართველოს. ზოგადად თანამედროვე ხელოვნებაში უკვე რთულია კიდევაც გააოცო ადამიანი და როგორ ფიქრობთ ამ დროში რა არის საჭირო, როგორ უნდა იპოვო ის ხელწერა იმისთვის რომ რაღაც ვაუ ეფექტი შექმნა მაყურებელში? აი გაოცება, აი არის ძალიან კარგი კითხვა, იმიტომ რომ აი გაოცება არის ყველას უნდა რომ გაოცოს, მაგრამ ეს არ არის მაგისტრის ეს ხელოვნება საერთოდ მხატვრობა არ არის იმისთვის რომ გააოცო. აქ უფრო მე მგონი გაოცება შეიძლება ერთდღიანი იყოს. ხდებით და მე აღარც გახსოვდეს შოუს უფრო გაოცების მომენტი, მაგრამ აი მხატვრობა უფრო მედიტაციაა და ეს არის უფრო ღრმა რაღაცაა და ამიტომ მაყურებელზეა ძალიან ბევრი დამოკიდებული. თუ მზად არის ამისთვის, როგორ შევა, როგორ იკონტაქტებს ამ ნამუშევრებთან. აი გასართობი მე მგონი არ არის ეს ვიზუალური მხატვრობა, უფრო მედიტაციურია. და საინტერესოა ამჟამად თუ მუშაობთ რაიმე კოლექციაზე, ახალ კოლექციაზე, რას ქმნით ახლა? მართლა რომ გითხრათ, მე შვიდზე გაჩერებული ვიყავი, რაღაც პრობლემა მქონდა ხელზე და ეხლა ვიწყებ რაღაცა. რა თქმა უნდა, ბევრი დამიგროვდა რაღაცა და ვფიქრობ, აი ახლა თბილისში მექნება ახალი გამოფენა ოქტომბრის ბოლოში. და რა ვიცი, ვაპირებ ამის გამოფენას, ეს სანამ კიდევ მუშაობდი და დამიგროვდა და ახალი გამოფენა ალბათ იქნება მომავალში. თუმცა ეს გამოფენა ერთი თვე იქნება, ასე რომ დარწმუნებული ვარ ძალიან საინტერესო და კარგი უკავშირი იქნება ვიზიტორებისგან. მოკლედ, ყველას გელოდებით დღეს 6 საათზე შეგიძლიათ მობრძანდეთ. მე ამით დაგემშვიდობებით, ყველას ბედნიერ დღეს გისურვებთ. დემი ანა. მადლობა ანი, ნამდვილად კარგია და მიხარია, რაც უფრო მეტი სახელოვნებო სივრცე დაემატება ჩვენს ქალაქს, მით უფრო კარგი იქნება ჩვენი ქალაქის განვითარებისთვის, ტურისტული პოტენციალისთვის და ასე შემდეგ. დიდი მადლობა ანი, გამშვიდობებით, ჩვენ კი ვაგრძელებთ გადაცემას. კი, ნამდვილად დღეს ჩვენი ეთერი განსაკუთრებულია, ვისაუბრებთ ძალაზე, ბრძოლაზე და გამარჯვებაზე. კიბო განაჩენი არ არის ეს სიტყვები, ეკუთვნის მომღერალ თათია კობალაძეს, რომელმაც დაამტკიცა, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი. მისი ისტორია არის მაგალითი იმისა, რომ ყველაზე რთულ გამოწვევას უპასუხა თამამად, არ შეუშინდა, დაუბრუნდა სცენას და ცხოვრების ახალი ფურცლიდან დაიწყო ცხოვრება, რა თქმა უნდა. დღეს ჩვენი სტუმარია მომღერალი თათია კობალაძე, რომელიც დეტალურად ისაუბრებს. თათია, მშვიდობის აგვიხარია, რომ ჩვენი სტუმარი ხარ და ნუ ბუნებრივია პირველი რაც გვაინტერესებს, ეხლა როგორ ხარ, თავს როგორ გრძნობ და როგორ იყო შენი შეგრძნება, როცა პირველად გაიგე ამ დიაგნოზის შესახებ? პირველ რიგში ძალიან მიხარია თქვენთან ერთად დიდი ეთერში წარმატებებს გისურვებთ. რაც შეეხება შეგრძნებებს, რა თქმა უნდა ყველაზე საშინელება თუ კი რამე შეიძლება უთხრან მომღერალს ეს არის რომ შენ გაქვს ყელის კიბო. ეს იყო ყველაზე რთული მომენტი. განა ის რომ მე საშუალოსნოზეც დამიდგინდა. უბრალოდ ეს პირველი მომენტი იყო ძალიან რთული და თუმცა ძალიან მალე ესე მოვიკრიბე ძალები და რამოდენიმე დღე დამჭირდა მხოლოდ. და მივხვდი რომ არ უნდა გაჩერდა. არასოდეს, არაფერი არ არის ადამიანს თუ უნდა ყველაფერს შეძლებს. ამიტომ მინდოდა რომ ეცოცხლა და შევძელე.
და აუცილებლად იცოცხლებდა ძალიან წარმატებული კარიერაც გექნება, თუმცა ეხლა როგორია შენი ჯანმრთელობის მდგომარეობა, თუ აღმოიფხვრა ეს ყველაფერი და ეხლა ძალიან კარგად ვარ. რა თქმა უნდა კონტროლზე მივდივარ და ყველაფერი კონტროლის ქვეშ გვაქვს, მაგრამ ყველაფერი ცუდი უკან არის. ეს არის ყველაზე მთავარი. რომ ის რთული პერიოდი უკან მოვიტოვეთ უკვე. თათია, საინტერესო როგორ მოახერხე რომ ბრძოლა გადაგექცია ძალად და არა დანებებად. აი ადამიანები ახლა ვინც გვიყურებს, შენი მაგალითი რომ მიცე და გაამხნე. იცით რა, ყველაზე მთავარი ესეთ დროს, როდესაც ესეთ რაღაცას გეუბნებიან, არის რომ რაც გიყვარს ყველაზე მეტად, რა საქმეც გიყვარს, ის აკეთო. არ უნდა გაჩერდე. სიცოცხლისთვის უნდა იბრძოლო იმ საქმით, რაც ძალიან გიყვარს. ეს იქნება სიმღერა, ცეკვა, არ ვიცი, ხატვა, ნებისმიერი რა საქმითაც არის დაკავებული ადამიანი, აი ის საქმე უნდა აკეთოს და დამიჯერეთ, რომ ყველაფერი ძალიან მარტივად დაძლევადია ამ შემთხვევაში. კი, აი ახლა რო გაიხსენო უკვე, როგორ დაუბრუნდი სცენას, როდის დაუბრუნდი დიაგნოზის შემდეგ რა თქმა უნდა და როგორ აღხვედი სცენას, რა შეგრძნებები იყო ისიც რომ გაგვიზიარე. აი ყველაზე რთული შეგრძნება იყო, როცა ვიცოდი დიაგნოზის შესახებ, თუმცა სრულად არ ვიცოდი სტაბულს ჩასვლამდე ახალი წლის კონცერტზე რო გავედი. აი მეგონა რომ ქვეცნობიერში რაღაცნაირად მეფიქრებოდა რომ ეს ხო ბოლო გასვლა არ იქნება სცენაზე, ეს ხო ბოლო სიმღერა არ იქნება, ეს ხო თუმცა ესე რომ გავჩერდი თავიდან ბოლომდე არ გავჩერებულ ვარ მაინც. ამიტომ ვამბობ რომ უნდა აკეთოს ყველა და მე 10 დღის განმავლობაში არ მქონდა მხოლოდ ხვა და ეს 10 დღე იყო ეს სრულ სიჩუმეში რომ ვიყავი, თორე სხვა ამ 10 დღის შემდეგ უკვე დაიწყო ახალი სიმღერის დაწერა, კლიპის გადაღება, ჩაწერა, ანუ არ გავჩერებულ ვარ. ხვდებით და აი ამ ყველაფერმა, აი ამ ჩემს საქმეში ტრიალმა, ყველაზე მეტად რაც მიყვარს იმას რომ ვაკეთებდი, ამან ყველაფერმა ის ფიქრები, ცუდი ფიქრები და ნეგატიური ფიქრები რაც მქონდა დამავიწყა, ანუ არც კი ვფიქრობდი მაგ ყველაფერს. შესაბამისად ძალიან მალე დავუბრუნდი სცენას, ესე რომ. და შენ რაღაცა პროვოცირებაც კი მოახდინა იმისთვის რომ ახალი სიმღერა ჩაგეწერა, ახალი კლიპი გადაგეღო და ამაზეც გვია. ამ თემასთან დაკავშირებით გადავიღე კლიპი, იმიტომ რომ არ მინდა რომ ყველა მიცოდეს რომ კიბო არ არის განაჩენი. აი ჩემს ირგვლივაც ვინც გაიგო რომ აი თათია სიძუ, აიმე, საწყალი ღმერთმა გადაარჩინოს და რაღაც ანუ არ არის ხალხმა ეს განაჩენი, ანუ უნდა იბრძოლოთ სიცოცხლისთვის, არ აქვს მნიშვნელობა კიბოს გეტყვიან თუ სხვა ნებისმიერს, არაფერი არ არის იმაზე ძლიერი ვიდრე ადამიანის შესაძლებლობები. შესაბამისად არასოდეს ფარხმალი არ უნდა დაყაროთ და ამ თემასთან დაკავშირებით კლიპი და სიმღერაც ზუსტად იმიტომ გადავიღეთ. ეს ევროვიზიისთვის მინდოდა, თუმცა ვერ მოხდა, რაც მოხდა, ნუ მნიშვნელობა არ აქვს, ალბათ თავარია რომ უმაგრესი კლიპი და ამ ისტორიის ნაწილია შენი კლიპი. მოგვიყევი დეტალურად სიმღერის ტექსტი, სიმღერის ტექსტი დაწერა ბიბი კვაჭაძე, მუსიკა დაწერა საოცარმა მაიკო კაჭკაჭიშვილმა, ორივე არიან საოცრებები მართლა და აი საოცარი სიმღერა შექმნეს. ვიდეო რგოლზე საოცარმა ადამიანებმა იმუშავეს და ძალიან დიდი მადლობა თითოეულმა დგას. კლიპში ვინც მონაწილეობდა რეალურ ამბავზეა და ამიტომ არ მინდოდა რომ ვინმე მსახიობი ყოფილიყო და ყველა ადამიანი არის რეალური ნამდვილი გმირები. კი, ნამდვილი გმირები არიან, იმიტომ რომ რეალურად ონკოპაციენტები არიან, რეალურად ექიმები არიან, რეალური ეს პროცესი რო საოპერაციაში როგორ შევდივარ, როგორ გამოვდივარ. მოკლედ ეს ყველაფერი იყო ძალიან რეალური რა და ეს მინდოდა რომ ზუსტად ეს მინდოდა რომ მე თქვა ყველა იმ ადამიანისთვის ამიტომ. ეხლა მინდა რომ ეს კლიპი გაუშვან ჩვენთან ეთერში, ჩვენ გვექნება საშუალება რომ ხო და ამ კლიპში გოგონები არიან ონკოპაციენტები, იმათი რეაქციები როგორი იყო და ეს კლიპი რა ნახეს? თავიდან გაუკვირდათ როცა საუკავშირდი და ვუთხარი რომ ეს და ეს ვარ და მინდა რომ კლიპში თუ თქვენი სურვილიც იქნება, ძალიან მინდა რომ კლიპში მიიღოთ მონაწილეობა და აჩვენოთ ყველას სოფლიოს ვანახოთ რომ კიბო არ არის განაჩენი და რომ არ უნდა დანებდნენ და ეგრევე დავთანხმდნენ, სადღაც 2 დღეში გადავიღეთ კადრები, საოცარი კადრები ოღონდ მართლა და ამას ჩვენი მაყურებელი ნახავს, რა თქმა უნდა, შენს შესრულებასაც პირდაპირ ეთერში, მაგრამ ასევე თათია კობალაძის სახელი წარმოუდგენელია მუსიკალური პროექტების გარეშეც. ესეც უნდა ვაღიაროთ და აი სამომავლოდ თუ გეგმავ რაიმე პროექტში გასვლა, სადგან შენი ტრიუმფატორი გამოსვლები ესე ვთქვათ გვახსოვს, საზღვარგარეთ, X-Factor-ი იყო ეს ვოიცი თუ ასე შემდეგ. გამოსვლებს ამ მომენტისთვის არსად არ გეგმავ, ერთადერთი ყველაზე გრანდიოზული სიახლე რაც გვაქვს, თქვი რომ ეს კლიპი არის საოცარი თქო და გრემიზი არის გაგზავნილი და იმედია რომ ძალიან კარგი პასუხები გვექნება უკვე ნოემბრის შუა რიცხვებში ესე ბოლოსკენ და აუცილებლად გეწევით კარგი პასუხები. შესანიშნავი სიახლეა.
ხო, იმიტომ რომ ვფიქრობ მართლა იმსახურებს ეს სიმღერა და ეს კლიპი, რომ სოფლიო ნახოს ქართველი ქალების სიძლიერე. რა ქვია სიმღერას სახელწოდებით? Storms of Destiny, ეს საოცარი ტექსტისთვის მართლა კიდევ აი მილიონი მადლობა ბიბი კვაჭაძეს და მაიკო კაჭკაჭიშვილს სიმღერისთვის. კი. უკვე დროა ჩვენს მაყურებელს ნენელა დავიმშვიდობოთ თათია. გადმოინაცვლი აქეთ უკვე პირდაპირ ეთერში მოვისმენთ ამ სიმღერას და რა თქმა უნდა კლიპის კადრებსაც ვნახავთ. თუმცა ჩვენ შეგვიძლია დავიმშვიდობოთ ჩვენს მაყურებლებს და დაუტოვოთ ეს არაჩვეულებრივი სიმღერა, რომელსაც თათია კობალაძე ახლა შეგვისრულებს. ასეთი იყო დღევანდელი დილის ტალღა. ჩვენ ერთი კვირით გამშვიდობებით ხვალიდან სალომე და მარია იქნებიან დილის ტალღის წამყვანები, ასე რომ მადლობა დღევანდელ მაყურებლებს. ჩვენ დილის ტალღა ხვალამდე გემშვიდობებათ და ეთერს უთმობთ თათია კობალაძეს. ჯანმრთელობას გისურვებთ. Cause all that past and let me go, cause emptiness surrounds my soul. Walking on alone. Every move I make, it got so deep, and memories hold me, they never sleep. Memories never sleep. Stronger letters will come away. I won't be a shadow once fade away. Destination just for the hell 100 run on a sail. I'm rising from the flames. Take a stand. Take your hand and light the way. With every scar and every fall, unbreakable I am. Take a stand. Of time as the mountains give those trees rise for the sky. Echoes of the past. Oh, whispers and wind that pull me close, and emptiness right my soul. I'm walking strong again, stronger lessons that come away. Just for the head, 100 run on a sail. Rising from the flame, take a stand, take a hand and light the way. With every scar and every fall, unbreakable I am. Take a stand, take a stand. Shine.